ანდრო გოცირიძე, მასპინძელი ვიქნები მე გიორგი შაიშმელაშვილი, თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭოს წევრი და რამდენადაც ალბათ ხვდებით დღეს ველაპარაკებთ უსაფრთხოების საკითხებზე. ანდრო, მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენი პოდკასტის სტუმრობისთვის. სიმართლე გითხრათ, დიდხანს მინდოდა შენთან ამ ფორმატში დიალოგი და კარგია რომ ეხლა მაინც გამოგვივიდა. ტრადიციულად ლაპარაკობთ ხოლმე შემდეგნაირად ვცდილობთ არსებული რაღაცა მიმდინარე საკითხიც დავფაროთ, რომელიც მწვავეა და მე მგონია რომ ჩვენ სფეროში ბევრი მწვავე საკითხია და ალბათ ვერაულით გვერდს, თუმცა იმავდროულად სულ ვცდილობთ ხოლმე რომ ვისარგებლოთ ამ ფორმატით, ვინაიდან დროში არ ვართ შეზღუდული ხო განსხვავებით ტრადიციული მედიისგან და უფრო კონცეპტუალურადაც შევხედოთ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც დღეს გვიდგას. ამიტომ ამ საშუალო ამბავს შენთან ურთიერთობის, როგორ შეიძლება მოვაწყოთ უსაფრთხოების სფერო, ისე რომ აღარ დაგვემართოს ისედაც ხშირად გვემართება ხოლმე, არ გახდეს ის პარტიის არ ჩადგეს მთლიანად ის პარტიის სამსახურში. და ამისთვის რა ტიპის რეფორმები, რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები, ტრენინგი იქნებაოთ ამ სპეცსამსახურების თანამშრომლობის მოწყობა სტრუქტურული, მათ შორის პოლიტიკური კლასი როგორ უნდა შეიცვალოს, ამ თემებზე ვილაპარაკოთ. ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ვინაიდან ვითარება დღეს ამ თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე. მესმის რომ რაღაცა რამდენიმე წინადადებაში ამ ყველაფრის დახასიათება რთული იქნება და აღწერა, მაგრამ შენ როგორ უყურებ ამ ესე იგი დღევანდელ ვითარებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების როლს აი პოლიტიკური თავისუფლების მიტაცების საკითხში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის, ინტერესისთვის. ეს მართლა ძალიან კარგი წამოწყებაა, რომ ამ მომრჩეველს, სანამ საქართველოში ჯერ კიდევ არჩევნები მეტნაკლებად შესაძლებელია რომ ჩატარდეს, შევთავაზოთ ის ფორმა, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, რატო არ გვარდება მათი პრობლემები, რატომ არის მუდმივად უსაფრთხოების არამდგრადი გარემო აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რატომ ხდება ის, რომ იგივე აი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური, ბუნებრივია და ორიენტირებული კანონის დაცვაზე, სპეცსამსახურები, რომლებიც გარეთ თუ შიდა საფრთხეების განეიტრალებაზე უნდა იყოს მიმართული, საუბარი მაქვს სახელმწიფოს მიმართ საფრთხეზე, სინამდვილეში ხშირად პარტიული დანაყოფები ხდებიან, იმიტომ რომ არ მოხდა მისი რეფორმა, არასდროს არ მოხდა რეფორმა, ან მოხდა ნაწილობრივი რეფორმა, რაც საქართველოს 35 წლიანი აი ამ ბოლო რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, თვისებაა, ავადმყოფობაა, იმიტომ რომ რეფორმას ხშირ შემთხვევაში ვატარებდით სხვის დასანახად და არა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის და თუნდაც ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ეს ყოფილიყო მომგებიანი რისკების შემომწირებელი და როდესაც საუბრობთ და ახლა ხშირად არის ტენდენცია, რომ ასეთი მსჯელობა, რომ ვთქვათ, ჩვენი ევროკავშირში გაერთიანება ან თუნდაც ნატოში ინტეგრაცია, რატო ვერ მოხერხდა მანამ სანამ, ასე ვთქვათ, ამის პირობები გარკვეული არსებობდა, ხო, მეტნაკლები ინტენსივობით. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა აქ დაუსრულებელი რეფორმებია. დაუსრულებელი რეფორმებია, იმიტომ რომ რამდენიმე ტალღის მანძილზე ჩვენ არ ვიყავით მზად 92-93 წლებში ბუნებრივია საქართველოში საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ, შემდგომ გაფართოების ტალღაზე ჯერ კიდევ არ მქონდა რეფორმა ჩატარებული და აი იმ პერიოდშიც, როდესაც ვთქვათ ბოლო 10 წლეულში, ბოლო თუნდაც 15 წლის მანძილზე შესაძლებელი იყო გარკვეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, ჩვენ სამწუხაროდ პოლიტიკურ ჭრილში არ დავხვდით მზად ამ ქარს, ამ ასე ვთქვათ ზურგ ქარს და ეს ძალიან ხშირად გაისმოდა თუნდაც იმ უწყებაში, სადაც მე და შენ ერთად მუშაობდით, რომ სამხედრო თვალსაზრისით მართალია საქართველო იყო უსაფრთხოების პროვაიდერი და ჩვენი ჯარი ახლაც მინდა ვთქვა ამ თვალსაზრისით შესაძლოა სავსებით თავსებადი ყოფილიყო ნატოს შეიარაღებულ ძალებთან, მზად ყოფილიყავი და ეს ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც იყო, გახსოვს შენ, რაც საკმაოდ დიდი მიღწევა იყო, რომ
საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით მზად არის ამ ყველაფრისთვის, მაგრამ სადაც ჩამორჩებოდით პოლიტიკურ მდგენელში და რა იყო ეს პოლიტიკური მდგენელი? სახელმწიფო უწყებების პოლიტიზაცია, ზღვარის წაშლა პარტიასა და სახელმწიფოს შორის და თუ კი კონკრეტულად ვისაუბრებთ უსაფრთხოების სექტორზე, უსაფრთხოების სექტორი იცავდა პარტიის ინტერესებს და არა ვთქვათ ამ შემთხვევაში ზუსტად აი ამ სახელმწიფო ინტერესებს და ზოგიერთ შემთხვევაში ეს პარტიული და სახელმწიფო ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, მინდა პრაგმატულად რო ვისაუბროთ, რომ არასწორია, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც არასწორია, ხანდახან ემთხვეოდა ერთმანეთს, აი ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს სახელმწიფოს და პარტიის ინტერესები ხშირად ხდებოდა ხოლმე ასე, იმიტომ რომ პარტიის ინტერესი არის ელექტორალური ბენეფიტის მიღება, ზოგ შემთხვევაში ნებისმიერი ასე ვთქვათ, ძალით და საშუალებით ნებისმიერ ფასად და დღეს სწორედ ეს მომენტი გვაქვს, ესე იგი თვალწინ, როდესაც სპეციალური სამსახურების, სამართალდამცავი სისტემა, მთელი მართლმსაჯულების სისტემა იბრძვის პარტიის გასამყარებლად, პოზიციების შესანარჩუნებლად, ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, სახელმწიფო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს. ორივეს ლუპი უბრალოდ არ რჩება, იმიტომ რომ როდესაც იყოფა პარტიის და სახელმწიფოს უსაფრთხოება ერთმანეთისგან, უბრალოდ დღეღამაში 24 საათია და უბრალოდ აღარ ყოფნის კონცენტრირება დრო იმისათვის, რომ კონცენტრირდეთ სახელმწიფო სამსახურებზე. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მიუხედავად ბევრი მცდელობისა არ ტრანსფორმირდა საბჭოთა, ანუ ავტორიტარული რეჟიმებიდან, ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სპეცსამსახურიდან, სამართალდამცავი სისტემიდან დემოკრატიულ სამართალდამცავ სისტემად. იმ შემთხვევაშიც კი, სადაც ტრანსფორმირდა, ეს რეფორმის პროცესი იყო სანახევროდ და ეს გულისხმობს, ასე ვთქვათ, აი რომ საქმეში ჩაუხედავი მსმენელისთვის, რომ ვთქვათ, უფრო მეტად გასაგები იყოს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ნახევარი სიტყვით გვესმოდეს ერთმანეთის და ამით დავაზარალოთ ჩვენი მსმენელი და მივემართებით ზუსტად ამ მომრჩეველს, ხო, ადამიანს, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ის სამართალდამცავი სისტემა მისთვის არის კარგი, თუ კი მარტო პარტიას არ ემსახურება. იმ შემთხვევაშიც კი, სადაც რეფორმა განხორციელდა ნაწილობრივ. ეს ყველაფერი გავს კურნალობის კურსის არ დამთავრებას, როდესაც თქვათ რაიმე ბაქტერიული დაავადება აქვს ადამიანს, ან თუნდაც ვირუსული და არ ამთავრებს კურსს, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს ფარულად და როდესღაც იჩენს თავს და აი ახლა სწორედ ამ ყველაფერმა იჩინა თავი. კი, ჩვენ როგორც წესი ვცდილობთ ხოლმე გარეგნული სიმპტომების გადასხვაფერებას, შემცირებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ძირეული საფუძვლიანი მთელი რიგი საკითხები გვრჩებოდა ყურადღების მიღმა და პრინციპში აღმოჩნდა, რომ სხვა ინსტიტუტებსაც ზუსტად იგივე ხარისხი და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მეტი შეეხო ეს სანახევროდ ჩატარებული რეფორმები, ამ თვალსაზრისით ალბათ განსაკუთრებით ძიმე სახელმწიფოსთვის არის სასამართლოს რეფორმა, რომლის გათავისუფლება არ აქვს და ავტოკრატულ სიტუაციაშიც და ისედაც ვთქვათ მართვის სპეციფიკიდან გამომდინარე მოკლე დისტანციაზე ავტორიტარული მმართველობა ყოველთვის უფრო მეტად შედეგიანია, უფრო ეფექტურია, ვიდრე დემოკრატიული. იმიტომ რომ დემოკრატია მოწყვლადია გარე საფრთხეების მიმართ, ხო? დემოკრატია მოწყვლადია სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაში, კონსენსუსია საჭირო იქ, ოპონენტის გათვალისწინება და რადგან ჩვენი სახელმწიფო მაინც ავტორიტარული გადმონაშთიდან ტრანსფორმირდებოდა, ხელისუფლებებმა და მთელი 35 წლის მანძილზე სცადეს, რომ სისტემა, აი ესეთ ავტორიტარული სისტემა ყოველთვის ძალოვანებს ეხდნობა ხოლმე. ხო, სხვა შორის ზუსტად ეს არის, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ არ არის მნიშვნელოვანი ამ კონტექსტში, რამდენი აგენტია დღევანდელ ხელისუფლებაში რუსეთის. ის სისტემა, რომელიც ამ პარტიისთვის და ხელისუფლების ამ ტიპისთვის არის სასიცოცხლო გარემო, თავისთავად მიგიყვანს რუსეთში, იმიტომ რომ ის ავტორიტარული რეჟიმი, იმიტომ რომ ის თქვა რამდენი კონტრაქტით არის და რამდენი უკონტრაქტოდ არის, ეგ შეიძლება ყველა პარტიაში იყოს ინფილტრაცია, რუსეთის ინტერესი აქვს როგორც პოზიციის მიმართ, ისე ოპოზიციის მიმართ, აქ მნიშვნელოვანი ერთია, რომ სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც ამის განეიტრალებას უნდა ცდილობდნენ, დაკავებული არიან პარტიული უსაფრთხოების კონტექსტში და შესაბამისად თავისთავად ცხადია შედეგის სახეზე. ასე დაგისვამდი კითხვას, თვითონ წამოწიეთ ეს საკითხი და ესე იგი ფაქტია, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო
მისი საფრთხის პროფილი არის ძალიან მძიმე, ყავს ასეთი მეზობელი როგორიც ყავს, რომელიც პრინციპში გამოწვევა და საფრთხეა, არ ვიცი, მინიმუმ ევროპის კონტინენტის მნიშვნელოვან ნაწილში და არა მხოლოდ უამრავ თავის ტკივილს ქმნის აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვაგან და სხვაგან. და გასაგებია აქ აქვს მას ეს რაღაცა სასიცოცხლო ინტერესებად მიაჩნია ეს რეგიონი, როგორც ამ შემთხვევაში რაღაცა პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი და აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მე მაქვს განცდა რომ იმ ეტაპზე ხოლმე, როდესაც ესე იგი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ცვლილება ხდება ქვეყანაში და გარკვეული ენთუზიაზმით იწყებენ რაღაცის რეფორმირებას, აი სანახევრო რეფორმები როცა იწყება ხოლმე, მაშინ ძირითადი დამაბრკოლებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შემდგომი რეფორმის შემდგომი გაღრმავებისა არის ხოლმე აი ეს საფრთხის მძიმე პროფილი, რომელიც ქვეყანას აქვს. ანუ ჩვენ გვაქვს ესე იგი სამი რთული ამოცანა. ერთი მხრივ ჩვენი ინსტიტუტები სუსტია და დემოკრატია მყიფეა, მეორე მხრივ საფრთხეები რეალურია, აბსოლუტურად რეალური, ჩვენ ახლა რაღაცა ოკეანეში შემორტყმული იმითი, რა ქვია, სამწუხაროდ არ ვაშენებთ ამ ქვეყანას. და ამ ფონზე ესე იგი რაღაცა ტიპის ბალანსი თუ ეკვილიბრიუმი დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ეფექტურობა შორის უნდა არსებობდეს და ეს გონივრული ბალანსი ხშირად დემოკრატიებში საკმაოდ რთული მისაღწევია ხოლმე. და მესამე გამოწვევა არის ტრადიცია რა. მე მგონია რომ ეს ტრადიცია პრობლემად რჩება, უბრალოდ ტრადიციის არ არსებობა, ან მანკიერი ტრადიცია, რომელიც თქვენ სახსენეთ, საბჭოთა ტრადიცია, რომელიც მოდის ამ სამსახურებში. ეხლა ამ ფონზე მე მგონი ჩვენ ყველას ჩვენი ცოდვა გვაქვს, რომ ასეთია ეს სამსახურები. ერთი მხრივ თვითონ სპეცსამსახურებს, რომლებსაც სულ აქვთ ცდუნება პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში და მოთხოვნა, რომ საკუთარი ძალაუფლება გაზარდონ, საკუთარი გავლენები გაზარდონ. მეორე მხრივ პოლიტიკოსებს, რომელსაც ასევე აქვთ ცდუნება, რომ ბევრი დაუთმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ვერ იღებენ ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ამაზრით სუსტია და მოუმზადებელია და მოქალაქეებსაც, რომელიც საკმარის ყურადღებას არ უთმობთ თუნდაც ოვერსაიტის, ზედამხედველობის იმ მექანიზმების გამოყენებისას, რომელიც ამ ქვეყანას აქვს და ითვლება, რომ ნუ აი თუ მათ თქვეს, თუ საიდუმლოა, ესე იგი რაღაცა მნიშვნელოვანია რა. ხო და მე აი ამ სამი რთული პირობის გათვალისწინებით ხვალ რომ შესაძლებლობა იყოს, რას ურჩევდი ადამიანებს, აშე რომ შეგეძლოს გაგეკეთებინა, რითი დაიწყებდი ამ სამსახურების რეფორმას, იმიტომ რომ აი მაგალითად ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ ევროკავშირის 9 ცნობილი რეკომენდაციიდან არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალაუფლების დეკონცენტრაცია, ხო? ეხლა ეს დეკონცენტრაცია შენ შეიძლება გააკეთო ქაღალდზე, როგორც არაერთხელ ყოფილა ამ ქვეყანაში იმ სანახევრო რეფორმების ფაზაში, მათ შორის გახსოვს, ხო, სუსი და შსს როცა გაიყო, რაღაცა თითქოს ქაღალდზე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ორი მონსტრი შევქმენით ერთის მაგივრად. რეალურად არც შსს-ში ყოფნა არ იყო პრობლემა და ძალიან კარგი შეკითხვა. ანუ ის რომ ეს ყველაფერი, ანუ არსებითი მხარე შევცვალოთ ამისი და არა რაღაცა მორიგი ეს ჩავიწეროთ რეფორმის, იმიტომ რომ მე მგონია რომ განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ამ ქვეყანას ცვლილების მომენტი დადგება, სწორედ იმის გამო რომ სწრაფად დაკმაყოფილდეს ბევრი მოთხოვნა, რომელიც მათ შორის დაუცილებლობა, ხო, რომელიც ამ ქვეყანას ევროპულ რელსებზე დააბრუნებს, შესაძლოა იმ მომენტშიც ბევრი რამ ზედაპირულად გავაკეთოთ. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან ესეთ საინტერესო ფილოსოფიურ საკითხს შეეხეთ, ფილოსოფიურს გულისხმობ სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, დემოკრატია თუ უსაფრთხოება, ეს მსჯელობა ბუნებრივია ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს, თუ საქართველოს აირჩია დასავლური ინტეგრაციის გზა, მაშინ ფსონი უნდა დაედო დემოკრატიაზე და ის თავისთავად მოიტანდა უსაფრთხოებას, იმიტომ რომ ჩვენი ორიენტირი ევროპის კავშირი არის ყველაზე უფრო უსაფრთხო გარემო დღესდღეობით მსოფლიოში, ომისგან თავისუფალი ზონა, ხო? ერთადერთი გარემოა მე მგონი, სადაც უკანასკნელი 60 წელი ნამდვილი მშვიდობის პროექტია, მშვიდობის პროექტი, ეს გახლავთ ახლა პროპაგანდა აქეთ ამ მხრიდან, იქეთ ამ მხრიდან როგორც უნდა სახავდეს და თუნდაც ხახუნი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის და ასე შემდეგ ეს ცალკე თემაა, ხო? ამიტომ მე რომ მკითხოს ადამიანმა, ზუსტად დემოკრატია არის ის, რაც საქართველოს შეუნარჩუნებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
მოსახლეობას და სწორედ ამიტომ რუსეთი საქართველოში დემოკრატიასებისთვის არა მარტო საქართველოში და არა ვთქვათ ნატოს გაფართოებას ან ევროკავშირში შესვლა არ შესვლას ევროკავშირი იმდენად არის საფრთხის შემცველი რუსეთისთვის რამდენადაც ევროკავშირში შესვლა საქართველოში იქნება დემოკრატიის დამკვიდრება მის საზღვრებთან მის გავლენის სფეროში რაც რუსეთის ხედვით ავტომატურად გამოიწვევს დაშლას დეზინტეგრაციულ პროცესებს რუსეთში იმიტომ რუსეთი არის იმპერია თვითონ ამას ამბობს არ ამბობს ხან ამბობს ხან არ ამბობს არის იმპერია და ბუნებრივია გამარჯვებული დემოკრატია საქართველოში უკრაინაში მოლდოვაში საბჭოთა სივრცეში ეგრეთ წოდებულში რომელიც ჩვენ აღარ ვიყავით უკვე კარგა ხანი იმიტომ რომ უფრო იქეთ ვიყავით ხო აღმოსავლეთ ევროპად განვიხილებოდ ასე შემდეგ ახლა რა არის ის არსი რომელსაც ჩვენ არასდროს არ ვცვლით სპეციალურ სამსახურებში უსაფრთხოების სისტემაში და მე ეს მეტასტაზი გვიბრუნდება ხოლმე უკან ეს განუკურნებელი ავადმყოფობა რომელიც აი ეს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისა რომელიც არის როგორც ბაქტერია გამიგეთ თუ თქვენ ბაქტერიას შეინახავთ მაცივარში თქვენ გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის მაგრამ ის გადადის ასე ვთქვათ ესეთ მიძინებულ ფაზაში და როგორც კი შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი შეიქმნება გამოიღებთ ესე იგი გარეთ და გადაწყვეტთ მის გამოყენებას ის გაცოცხლდება და გაცოცხლდება გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, იმიტომ რომ თავის აღდგენას ცდილობს და თქვათ მისი გამრავლება იქნება ექსპონენტურად, უკვე გაიზრდება 10-ჯერ, 20-ჯერ უფრო სწრაფი ტემპი ექნება. იგივეა ეს საბჭოთა ტოტალიტარიზმის მეტასტაზი და რა არის აქ, რა გავაკეთე? საქმე ის კი არ არის კონტრდაზვერვის სამსახური, რაც რომელიც ძირია, ხო, თქვათ უსაფრთხოებისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება თუ ცალკე ზავით. საქმე ის არის, რომ მინისტრი არ უნდა იყოს პირველი ჩეკისტი. და არ უნდა იყოს უსაფრთხოების სამსახურებში ეს ჩეკისტური, ასე ვთქვათ, ფილოსოფია გაძლიერებული, რაც ნიშნავს ჩეკისტობა იყო საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური ზედამხედველობა, ხო? ეს იყო საგანგებო კომისია, რომელიც აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და აბსოლუტურად ყველა უწყებას, ну მაშინ კომისარიატები იყო, აკონტროლებდა, ხო? ანუ უსაფრთხოების სამსახური იყო ყველაფრის კონტროლი, გარემოს დაცვის, მაშინ დიდად არ დაგიდევდნენ, მაგრამ ну მაინც განათლების შემდეგ იგივე სისტემაა დღეს შემორჩენილი ჩვენთან. საქმე რაშია? დასავლურ სტრუქტურაში, სადაც ჩვენ გადავედით და იყო დასავლელების რეკომენდაციები ყოველთვის, რომ ესე იგი მაგალითად თავდაცვის მინისტრი არ უნდა ყოფილიყო სამხედრო პირი, შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა ყოფილიყო პოლიციელი და ასე შემდეგ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური პირი, რაც თავისთავად ნიშნავს მის მიკუთვნებას პოლიტიკური გუნდისადმი, ხო, კუთვნილებას, იმიტომ რომ შენ ხარ პოლიტიკური პარტიის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრად არავინ არ დაგნიშნავს თუ მაღალი პოზიცია არ გაქვს პარტიაში და ასეც იყო ესე იგი ცენტრალური საბჭოს ხო კოლეგიის თქვათ აი ახლა მინისტრი ყოველთვის იყო პარტიის მნიშვნელოვან ათეულში ხო შინაგან საქმეთა მინისტრი თავდაცვის მინისტრი მაგრამ ამავდროულად რაც ჩვენ არ გავაკეთეთ მას არ ჩამოვაცილეთ პოლიციური ფუნქციები ანუ გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროზე თუ ვსაუბრობთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის პოლიციელი არის ამა თუ იმ პარტიის ბორდში და ამავდროულად ის გეგმავს ოპერაციას, გასცემს ბრძანებებს, აკონტროლებს ოპერაციის შესრულებას და ეს ყველაფერი ჩვენ რომ განვიხილოთ, აი თუნდაც დღევანდელი აი ამ მასობრივი გამოსვლების, ხო, პრევენციის თვალსაზრისით ან მართვის თვალსაზრისით რა გამოდის რომ პარტიული მუშაკი, მაღალი იერარქიის მქონე, ანეიტრალებს მისი პარტიის საწინააღმდეგო გამოსვლებს და გასაგებია რომ დაინტერესებული იქნება და გასაგებია რომ ესე იგი ბუნებრივ რა იყო მომწავლაო აირსაც გამოიყენებს, ან გასაგები არ არის, არ მინდა ისე დაბაჟდილება დარჩეს რომ ეთიკოს ამაზო ახალისებდა. მისი мотиваცია გასაგებია. მისი мотиваცია გასაგებია. მის ციხეში ჩასასვლელად ხდება ეს აქციები, იმიტომ რომ რაღაც გადაჭარბებები იყო და თავისთავად ცხადია რომ დაუნდობელი იქნება ამის მიმართ. ამიტომ როდესაც ჩვენ დასავლეთში ინტეგრაციისთვის რეფორმა წავიყვანეთ იმ მიმართულებით, რომ ძალოვან სტრუქტურებში პირველი პირი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ფიგურა, პარალელურად რეკომენდაცია დასავლეთიდან იყო და ის უნდა გამიჯნულიყო ამ შემთხვევაში პოლიციური საქმიანობისგან. ანუ გულისხმობ იმას, რომ ის არ უნდა ყოფილიყო იმ დეპარტამენტების უშუალო ხელმძღვანელი, ხაზობრივი ხელმძღვანელი, რომელიც, ასე ვთქვათ, მართავს კრიმინალურ სიტუაციას. ანუ მარტივად რო ვთქვათ, პოლიტიკური გუნდი უნდა ყოფილიყო ისე როგორც თავდაცვის სამინისტროში. რადგან თავდაცვის სამინისტრო მეტნაკლებად ყოველთვის იყო ამერიკელების, დასავლელი კოლეგების, ნატოს ზედამხედველობის ქვეშ, იქ რეფორმა მეტნაკლებად მივიდა
ბოლომდე, თუმცა იქაც დარჩა გარკვეული, ასე ვთქვათ, ეს თეთრი ლაქები და აი ეს ბოლო სკანდალებმა თავდაცვის მინისტრი ხო ჩვენ დაპატიმრებული ეს არ დაგვავიწყდეს და რატომღაც ამის ყურადღება ძალიან გადატანილია მოსახლეობის ქვეყანაში, სადაც უამრავი საგარეო საფრთხე არსებობს, როგორც თქვენ ბრძანეთ და რომელიც ახლაც საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან, მიუხედავად იმისა, მმართველი პარტია რას ამბობს და რას არ ამბობს, თავდაცვის მინისტრი დააკავეს კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. მნიშვნელობა არ აქვს ეს კატ იყო, MRT იყო თუ ჯოულებრივი რენტგენის აპარატი. იქ არსებობდა სქემა, რომელიც ესე იგი ახდენდა აი ტენდერების მოკლედ ფულის შოვნას და არ დაგავიწყდეთ რომ რასაც რის დასახელებად შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია ალბათ ორი იმდენია კიდე თავდაცვის სამინისტროს ყავს გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარედან კურირებს უსაფრთხოებას, რაც ასევე საბჭოთა გადმონაშთია, იმიტომ რომ თუ თავდაცვის მინისტრი არის თავდაცვის მინისტრი, მისი შიდა უსაფრთხოება მისი კონკრეტული საქმეა, სხვა უწყება არ უნდა აკონტროლდეს, მაგრამ ეს არის ზუსტად აი ეს ჩეკას მოტივები, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც აკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს და თემას რო დაუბრუნდეთ, შიგნით არსებობს შიდა აუდიტის სამსახური და უამრავი, ანუ 5-6 უწყება მუშაობდა, რომელსაც თურმე სქემები ეპარებოდა. რა არ ეპარებოდა? სხვაგვარად მოაზროვნეები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა ეტაპზე გაათავისუფლეს, მე ჩემით წავედი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ცოტა ადრე, ხო? ამიტომ აი ესეთი საკითხებია, გესმით, იმიტომ რომ ორივე ადგილი აღარ რჩება. თქვენ როცა ორიენტირებული ხართ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორ გაყაროთ უწყებიდან მაგალითად სხვაგვარად მოაზროვნენი, ხო? მაშინ უკვე აღარ გრჩებათ რეალური საფრთხე რაც არის და ეს იგივე ითქმის თქვათ გენერალურ ინსპექციაზეც, რაც ჩვენ დასავლელებმა შემოგთავაზეს და მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც მაშინ ჩამოვაყალიბეთ პირველად ეს 2001 წელს ამერიკელების რეკომენდაციით ყველა ძალოვან უწყებაში მაშინ ჩამოვაყალიბეთ გენერალური ინსპექცია, მაგრამ გენერალური ინსპექცია ჩამოვაყალიბეთ და მე პოლიტიკურმა ესე იგი ხელმძღვანელობამ თქვა რომ არა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ქართული სპეციფიკა, რას ნიშნავს ქართული სპეციფიკა. მთელს სოფლიოში, სადაც გენერალური ინსპექცია არსებობს და ეს ამერიკული მოდელია, ჯორჯ ვაშინგტონი იყო პირველი გენერალური ინსპექტორი, არ ვიცი პირველი თუ ყოველ შემთხვევაში გენერალური ინსპექტორი ამერიკის არმიის, ამერიკის ჯარის გენერალური ინსპექცია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ეკონდებარება არჩევით ორგანოს და რომელსაც უბრალოდ წარმომადგენლები ყავს ყველა უწყებაში და ახდენს გარკვეულ შემოწმებას იმისთვის, რომ თეთრსაყელოიანი კორუფცია გამოავლინოს, ასე ვთქვათ. ანუ გამოავლინოს კორუფცია მინისტრის დონეზე, მინისტრის მოადგილეების, სარდლობების და უმაღლეს რანგზე, ხო, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის და ამ შემდეგ. საქართველოში გავაკეთებთ დამოუკიდებელ უწყებად ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ პოლიტიკური კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით არ შედგა და დაუქვემდებარეს მინისტრს. და თუ კი მინისტრს დაუქვემდებარეს, მაშინ როგორ იქნება დამოუკიდებელი და ნელ-ნელა ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტი გენერალური ინსპექცია კორუფციასთან ბრძოლის ჩამოყალიბდა მინისტრის ინსტრუმენტად, ესე იგი სხვაგვარად მოაზროვნეებთან გასწორებისას. ეხლა ადამიანი ვინც მიცნობს ალბათ გითხავს კი, მაგრამ შენს გენერალური ინსპექტორი იყავი და ხო, ამაშია საქმე, დამოკიდებულია ამ ბერკეტის ცუდად ან კარგად გამოყენება, დამოკიდებულია მინისტრის კეთილნებაზე. მაშინდელი მინისტრი, ასე ვთქვათ, ამგვარ პოლიტიკურ დევნას არ ახალისებდა, ვთქვათ და შესაბამისად ამგვარი რაღაც არ იყო. მაშინდელი მინისტრის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ არსებობს დიდი თათბირი, რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრებოდა, სადაც მან არა გენერალური ინსპექტორის, არამედ მეორე, ესე იგი, ასეთივე უწყების სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს საჯაროდ უთხრა, რომ არ გაბედოთო ფაქტიურად თანამშრომლებ, ან ნებისმიერ თანამშრომელთან თქვენი შესაძლო კომუნიკაციის შესახებ მე პირადად ჩამაყენეთ საქმის კურსში, იმიტომ რომ აი ეს ჩვენი იმის რა ქვია დღევანდელი პოდკასტის სათაურიც დაახლოებით იმეორებს ამას, მას ვთქვამს, რომ თქვენ კი გააქვთ ფუნქცია ამ ადამიანების დისციპლინური კონტროლის, მათ შორის დისციპლინაზე ზედამხედველობის, მაგრამ თქვენ არავინ გაკონტროლებთ და ამიტომ ძალიან ხო, საქმეც ამაშია, რომ ამიტომ ეს საკითხი არ უნდა იყოს მინისტრის ნებაზე, იმიტომ რომ მინისტრი არის პოლიტიკური გუნდის წევრი. და იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ ედგა ეს პოლიტიკური წნეხი მინიმუმ, ხო, შესაძლოა ან თვითონ იყო პიროვნულად ასეთი ადამიანი და პლუს არ იყო რაღაც წნეხი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის პიროვნული გადაწყვეტილება და ჩვენ ინსტიტუტები მუდმივად ესე პიროვნულ გადაწყვეტილებას რო არის, ამიტომაც არ ხერხდება. იგივეა უსაფრთხოებაზე რო არ დამავიწყდეს, აი ნახეთ, როდესაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს კონსტიტუციური წყობის დაცვის დეპარტამენტი, ხო, და მაშინ იყო კუდი, ხო, თქვა, თავისთავად კუდი რომ იყო, ამაში კი არ იყო პრობლემა, თუ იქ კუდის ხელმძღვანელი არ იქნებოდა მინისტრზე დამოკიდებული
მის კონტრდაზვერვით საქმიანობაში და იქნებოდა სამინისტროზე დამოკიდებული უბრალოდ პოლიტიკის განსაზღვრაში, ხო? იქნებოდა თქვათ დამოუკიდებელი მის სპეციფიურ საქმიანობაში, პოლიტიკურად დამოუკიდებელი. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ იყოს ამგვარი უწყება არანაირი პრობლემა არ არის. თუ დემოკრატიის ხარისხზეა საუბარი, მაგალითად გეტყვით, რომ კონსტიტუციური წყობის დაცვის უწყება გერმანიაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროში და აბსოლუტურად პოლიტიკურ სკოლაში. როგორც წესი არის ხოლმე ტრადიციაზე, მე მგონი ამა თუ იმ სახელმწიფოსი სადღაც უნდა იყოს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია მისი, ესე იგი, მათ შორის მისი ხელმძღვანელის დანიშვნის, არჩევის, შერჩევის წესი და ეს დაცვის შესაძლებლობა პროფესიონალისტ. აი ხა ჩვენ შემთხვევაში პრინციპში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ნიშნავ, ესე იგი, ის არ არის კაბინეტის ნაწილი, ანუ მინისტრთა კაბინეტის ნაწილი, ის არის 6 წლით არჩეული პირი. იმავდროულად მას ირჩევს პარლამენტი და წესით პარლამენტის წინაშეა პასუხისმგებელი, მაგრამ იმდენად დაბალია მისი დანიშვნის თუ საჭირო ეს მინიმალური ზღვარი, ხო? თუ გახსოვს, როცა ეს რეფორმა ხდებოდა, მაშინ იყო დისკუსია იმის თაობაზე, რომ ლაპარაკი იყო, რომ 2/3-იანმა უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ნუ ეხლა ამ ვითარებაში 2/3-ის შემთხვევაშიც ქართულ ოცნება, ან დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, რომ მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდით, ანუ რაღაცა რომ დავამაგროთ, რეკომენდაციასავით რო თქვა ჩვენი დიალოგიდან, ალბათ რაზეც აუცილებლად უნდა შევთანხმდით. არსებითი ის კი არ არის, ესა თუ ის უწყება, რომელი იმის რა ქოლგის ქვეშ იქნება, არამედ ის, რომ მაგალითად აი ამ სამსახურის უფროსის დანიშვნის პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს პარლამენტი. ესეა პარლამენტი, საპარლამენტო ოპოზიცია. და ანუ შესაბამისად მაღალი კონსენსუსის საჭიროება უნდა იყოს მისი არჩევის შემთხვევაში. რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე იმავე პარლამენტში ვთქვათ თავდაცვა და უშიშროების ტიპის კომიტეტის როლზე, სადაც ასევე სასურველია, რომ ოპოზიციური ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილი. ხო, ესე იგი ერთი მხრივ მე ჩვენ ახლა რაღაც ტექნოკრატიულ გადაწყვეტებზე ვლაპარაკობთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოეწყოს, მაგრამ მე მგონია, რომ იმავდროულად აი რაც თქვენ დასაწყისში ახსენეთ, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამბავია, კერძოდ ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, მომავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომელსაც მომავალში პოტენციურად შეიძლება მართონ ეს ქვეყანა, მათ ესმოდეთ, რომ თუ საწყის ეტაპზევე არ გაუძლეს ამ ცდუნებას. იმიტომ რომ და ეს ცდუნება რა არის, იცი შენ ჩემზე უკეთესად, ძალიან დიდ ასორტიმენტს თავაზობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დანიშნულ პოლიტიკურ თანამდებობის პირს საკუთარი ძალაუფლების გავრცობის, ხო? და ამ ცდუნებაზე უარის თქმა არის ნომერ პირველი ამბავი, იმიტომ რომ როგორც კი შედიხარ ამ ტიპის მანკიერ კოლაბორაციაში სუსტად. ანუ თავიდან იწყება იმითი, რომ ისეთი სფეროები, როგორიც არის, არ ვიცი, მაგალითად ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია, ხო? ამაზე პასუხისმგებლობის აღება სამწუხაროდ არ უნდა ისეც უწყებას, როგორც არის, მაგალითად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის თუ როგორც ქვია სამინისტრო და ის ულოცავს ამ პასუხისმგებლობებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ასე იწყება ხოლმე ეგ ამბავი და მერე სრულდება იმითი, რომ ეს გადალოცვაში სუსიც ალკიკთხობს რაღაც ძალაუფლებას და ბაღის დირექტორები, სკოლის დირექტორები, არ ვიცი კიდევ ვინ, პრაქტიკულად ყველას დანიშნულში. იმიტომ რომ უსაფრთხოების ფუნქცია უნდა ჩამოყალიბდეს და ის არ უნდა იყოს ადმინისტრაციული ფუნქცია. თუ უსაფრთხოების ჩემი ხედვით თქვა, так შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ბევრი რაღაცა უსაფრთხოების სამსახურს ამ ირიბ ძალაუფლებას აწვდის ის, რომ მას აქვს მთელი რიგი ფუნქციები, რომელიც მისთვის თვისობრივი არ არის. მაგალითად ანტიკორუფციული ბრძოლა. აი ანტიკორუფციული ბრძოლა, როდესაც ქვეყანაში არსებობს პროკურატურა, არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის სხვადასხვა სამსახურები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საერთოდ რა ესაქმება, ხო? მაგრამ მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გამგეობებში, თქვათ, იქ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ამ ბრძოლის საფარქვეში იძენს შესაბამის, ასე ვთქვათ, საშუალებებს, შესაბამის ძალების ჩართვით და შემდგომ პოლიტიკურად ხდება მნიშვნელოვანი უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. გამიგეთ, იმიტომ რომ შეხება აქვს ამასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ დასავლურ ქვეყნებში სპეცსამსახური, ვთქვათ, იგივე გერმანიაში, ბალტიის ქვეყნებში,
ჩრდილოეთის ქვეყნებშიც, თქვათ, ხო, ნორდიკულ ქვეყნებშიც სპეცსამსახურს აქვს წმინდად ანალიტიკური ფუნქცია, რომელიც მხაზობრივად არის კონდაზვერვით საქმიანობას ეწევა ძირითადად, რომელიც არ გულისხმობს, თქვათ, იქ დაჭერას, დაპატიმრებას, იძულებას, ადმინისტრაციულ სხვადასხვა იმას, ფარული მიყურადება ყველგან არის სპეცსამსახურის ფუნქცია, მაგრამ აქ ყველაფერი თქვენ ტექნოკრატიული ახსენეთ და ის ტექნოკრატიული ბერკეტებია ზუსტად, რომელიც სპეცსამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თქვათ, იგივე საპოლიციო პოლიციურ ძალებსაც ართმევს ამ ირიბ ზემოქმედებას. ამ ირიბ ზემოქმედება ყოველთვის აქვს ხოლმე ავტორიტარულ ქვეყნებში, ტოტალიტარულ ქვეყნებში, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიას ჭირდება ვიღაც ესე იგი უფრო თავისიანები იმისთვის რომ აკონტროლოს პოლიტიკური სიტუაცია. ძალაუფლება შესანარჩუნებლად და მე ეს უკვე შენს პოლიტიკურ პარტიას გაძლევს ვალდებულებას რომ რაღაცეებზე თვალი დახუჭო, იმიტომ რომ როდესაც მე თქვენ ახლა რაღაცას გავალებთ და თქვენ ამას ყოველთვის მისრულებთ, მე თქვენ ვერ დაგაკავებთ თქვათ იმაზე რომ ორი მანქანით მეტი იყიდეთ თუ სამი მანქანით პირობითად ვამბობთ თუ თქვათ თქვენი ჯიპით სამსახურებრივი ჯიპით და ეს მარტივად და მე იქ წილებში ჩაგდომაც და ეს ყველაფერიც ეს ხო საბჭოთა კავშირის დროსაც გავიარეთ ჩვენ და საქართველოშიც იყო ასეთი სამწუხარო მდგომარეობა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირები, უშიშროების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ჩვეულებრივ წილებში იჯდნენ ელიავას ბაზრობაში და შემდეგ შევარდნაძის დროს იყო ეს, ახლა ახალგაზრდები შეიძლება არ ახსოვთ, მაგრამ ძალიან მარტივია და ის უწყინარი საგზაო პოლიციელებიც მაშინ გაისრო ეძახდით, რომლებიც ქუჩაში ესე 50 თეთრს და 2 ლარს გართმევდნენ, ერთი შეხედვით კი ეს რაღაც საწყალი კასტა იყო, მაგრამ მე მაგ პირადად დათვლილი ანტიკორუფციული ბიუროს პოზიციებიდან თვეში 40-50 მილიონი ტრიალები და ზემო ეშელონებში, აი ესე აგროვებული 1 და 2 ლარიდან. თუ რაკედან კიდე ზევით მედიოდა. აქედან მიდიოდა და მე ეს გაის უფროსი მაშინდელი სამინისტროში იხდიდა ფულს და თითოეული პასპორტი აი როგორც კი მიიღო, თქვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასპორტების გაცემის უფლება, საზღვარგარეთის პასპორტი გახდა 100-დან 300 დოლარამდე, ხო? იმიტომ რომ ადმინისტრაციული უფლება ჰქონდა უკვე რაღაც, რაც მას არ უნდა ქონოდა. რატომ არ უნდა ქონდეს ადმინისტრაციული უფლებები? იმიტომ რომ სპეცსამსახური გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა ვერ იქნება გამჭვირვალე. და შესაბამისად იქ სადაც არ არის შესაბამისი გამჭვირვალეობა, იქ თუ რაღაც მოქალაქესთან შეხების პროცესები მიმდინარეობს, განსაკუთრებით ლიცენზიის გაცემის, ნებართვის გაცემის, ყოველთვის არსებობს სტუმრობა თანხის ამოღების და ჩვენ რაღაც ვთქვათ ისეთი არალეგალური თანხის მიღების და ჩვენ ამას ყოველთვის რაღაც საიდუმლოების საფარველით შევბურავთ და დავკეტავთ, ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, იგივე საკონტროლო უწყებებისთვის, ხო, როგორც აუდიტის სამსახურია და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთი რაღაცები არ უნდა იყოს. პირველი რეკომენდაცია მნიშვნელოვანი რაც არის რომ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური თანამდებობის პირის, მინისტრის და მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებები ფუნქციონალურ დეპარტამენტებთან, როგორც არის მაგალითად კრიმინალური პოლიცია, მაგალითად უსაფრთხოების სამსახურში კონდაზვერვის დეპარტამენტი, ანტიტერორისტული დეპარტამენტი, დაზვერვის სამსახური და მეორე რაც უნდა იყოს, აი ეს უშუალოდ ფუნქციის მატარებელი ჩინოვნიკები, ხო, ვთქვათ, რომლებიც არიან სპეცსამსახურის მუშაკები, ისინი დაცული უნდა იყვნენ აი ესე გათავისუფლებისგან, ასე ვთქვათ. მაგრამ აქ ერთი სავალალო მდგომარეობაა ის, რომ ამგვარი მოდელები ყოველთვის ამართლებს, როდესაც ქვეყანაში არის რაღაცა ტიპის დემოკრატია. იმიტომ რომ ამ ყველაფრის გადაზღვევა ხდება პოლიტიკური ჯგუფების მიერ, თქვათ, პარლამენტში, ნდობის ჯგუფიც ქრესტომატიულად ოპოზიციითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ წლების მანძილზე ოპოზიციას არ უშვებდით ნდობის ჯგუფში, ჩვენ ახლა საქართველოს გულისხმობს ამას პარტია აკეთებდა, ბუნებრივია შესაბამისად გამოდიოდა ერთმანეთის ქებადიდება, ხო? ერთი საინტერესოა, რამდენჯერ არის ნდობის ჯგუფის შეხვედრა განხორციელებული თავდაცვის სამინისტროსთან, უსაფრთხოების სამსახურთან და ასე შემდეგ და რამდენჯერ ქებადიდებით და ტაშის სკრით იყო ანონსი, ხო? ამასთან დაკავშირებით სინამდვილეში რა ხდებოდა? სინამდვილეში თურმე სუსის პირველმა მოადგილემ გამოიტანა ფაილები და შემდგომ გახდა და ამ ფაილების ყიდვა გაყიდვის ამბები. სინამდვილეში შინაგან საქმეთა მინისტრი თურმე იქ რაღაც ჩორჩანას საგუშაგოზე თვითონ მოქმედებდა სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ძირგავ მე ამას ყველაფერს ვამბობ ისე რაც გვითხრეს მე მჯერა მე არ მაქვს უფლება რომ არ მჯეროდეს თქვა საქართველოს პროკურატურის ხო საქართველოს პროკურატურამ ჩვენ მაგალითად გითხრა რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გავრილოვის ღამეს თავისი ნებით ისე რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი მის წინააღმდეგ იყო თვალები დათხარა ახალგაზრდებს და ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ნდობის ჯგუფი სად იყო საპარლამენტო კომისიამ რატომ არ
დაიბარა მანამ სანამ თქვათ ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და გუნდს არ უღალატებდა, იმიტომ რომ ეს ღალატიც ხო თვითონ თქვენს ხო ამ შემთხვევაში მე შეიძლება ასე ვაფასებდა, შეიძლება არ ვაფასებდა ასე, მაგრამ მანამდე დობის ჯგუფი სად იყო? იმ დობის ჯგუფში ხო ძალიან გამოცდილი ადამიანები არიან, ზოგს უმაღლესი სამხედრო წოდებაც აქვს, ან სპეცსამსახურის წოდება. როგორ ხდება ეს ამბავი? ხო, იმიტომ ხდება, რომ ისინი პოლიტიკურ ინტერესებს მსახურებიან. ზოგჯერ ეს პოლიტიკური ინტერესი გაყოფილია სახელმწიფო ინტერესიდან და შესაბამისად როგორ მოხდა თავდაცვის სამინისტროში, რომ თურმე წლების მანძილზე აი ეგ ჰოსპიტალში ფული კეთდებოდა. ეგ ამბავი როგორ მოხდა? დობის ჯგუფი სად იყო? თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი სად იყო? აი აქ არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია არ იყო იქ იმ დობის ჯგუფში. ოპოზიცია ასეთია, ისეთია, მოგწონს, არ მოგწონს. ყოველთვის ისინი ხმას აღიმაღლებდნენ და აი ამგვარი მე ფინანსების ხარჯვაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, ხო, ან დაცვაზე, იმიტომ რომ ეს ფარული მიყურადება, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ყოველთვის არის დაკავშირებული. ასეთი სკანდალები განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. განმასხვავებელი რაც არის ის, რომ იქ ამაზე რეაგირება ხდება. პარლამენტის მხრიდან, სხვადასხვა უწყებების გნებავთ არასამთავრობოს მხრიდან და ჩვენთან არ ხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პოლიტიზირებულია. მოხდება მაშინ, როდესაც აი ეს ვთქვათ ერთის მხრივ პოლიტიკური პროცესი იქნება ცოცხალი და მეორეს მხრივ აი იქ პროფესიონალი რომელიც არის და რომელიც არ იქნება დამოკიდებული მინისტრის ნებაზე, აი მაგალითად მე ვარ კომდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგალითად. მოვიდა მინისტრი, მარტივად შეუძლია დამიბაროს და მითხრას რომ წადი სახლში. არა და იმისთვის რომ მე ამ გენერლის პოზიციისთვის მიმეღწია, შევალიე 30 წელი, მე მაგალითად 96 წლიდან მსახურობ 97 წლიდან საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში, შევალიე ამას 30-35 წელი, რამდენი სისხლი, რამდენი ოფლი და ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობის პირს, რომელიც მინისტრად დაინიშნა, გავლილიც არ არის თავდაცვის სამინისტროსთან, ახლოს არ არის გავლილი და CV-ში უწერია, რომ რაღაც ბიზნესი ქონდა სადღაც, რომელიც შეიძლება იყო აი არ ვიცი რაღაც მაღაზია, სასურსათო მაღაზია, მეუბნება რომ უნდა დავტოვო თანამდებობა, გამიგეთ? და მე ახლა ვცდილობ შევეგუო ამ ადამიანს, იმიტომ რომ აქ მთელი ჩემი ცხოვრება, ანუ ჩვენ რომ გავამართლოთ კიდევაც ის ადამიანები, ისინი რაღაც სუდები ან კარგები კი არ არიან. წარმოიდგინეთ ადამიანი 20 წლის, 25 წლის მივიდა უსაფრთხოების სამსახურში ან თავდაცვის სამინისტროში, 30 წელი შეალია იქაურობის სამსახურში და 25 წელს მოდის ვიღაც, რომელიც ეუბნება, რომ იცი რა, წადი სახლში, იმიტომ რომ მე უნდა მოვიყვანო ჩემი ნათესავის ბიძაშვილი, ვთქვათ. ან რაღაც ამდაგვარი და ადამიანი უკვე იძულება დაცული აღარ არის, წავა სახლში, მან მეტი არაფერი არ იცის, ხო? ან უნდა წავიდეს კრიმინალურ ბანდებში, რა იცის სპეცრაზმელმა, იცის კარგი სროლა, კარგი მანქანისტარება, ხო, თქვათ, ხელჩართული ბრძოლის მეთოდები, ან უნდა წავიდეს კრიმინალთან სამსახურში, რაც მოხდა რუსეთში. როდესაც ესე გაფილტრეს ეს ყველაფერი, ძირითადად ეს სპეციალური განათლების სკოლის ადამიანები გადავიდნენ კრიმინალურ სინდიკატებში, ახლა აქაც იყო, ხო, ამის საფრთხე. ან უნდა შევეგუო. როგორ უნდა შევეგუო? ანუ უნდა შევასრულო მისი ასე ვთქვათ მოთხოვნები, მისი პოლიტიკური მითითებები რა იქნება, მოусმინეთ ვთქვათ რომელიმეს ხო ვთქვათ ის და აი მე თუ ამაზე მექნება საშუალება რომ ვიცით რა ძვირფასო მინისტრო თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, მაგრამ როგორც კი მე ამას ვიტყვი სამსახურიდან გამაგდებენ და სამსახურიდან გამაგდებენ არ მაქვს საპენსიო უზრუნველყოფა, არ მაქვს ვთქვათ იგივე არაფერი, მე ახლა არ ვამართლებ უკანონო ძალების შესრულებას, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ გავიგეთ თქვენ პოლიტიკური ძალები ვინც ხართ და ამის რეფორმა თუ არ მოვახდინეთ ისე რომ ეს ადამიანი დაცული უნდა იყოს იქ, მას უნდა ჰქონდეს საშუალება ამერიკის პრეზიდენტის გვარების გარეშე ერთ-ერთი საუბარი სატელეფონო გარეთ გამოიტანა სპეცსამსახურის თანამშრომელმა, რომელიც ლეგალურად უსმენდა მათ კომუნიკაციას უსაფრთხოების გულისთვის, მაგრამ მან მამხილებლის სტატუსით ისარგებლა და გამოიტანა გარეთ, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის იყო გარკვეული რისკის შემცველი. დაახლოებით რამდენიმე, ხო, ცოტა ხნის წინ იყო ეს ყველაფერი. ამიტომ აი ესეთი რაღაც ჩვენთან ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ მას არანაირი დამცავი მექანიზმი არ აქვს და ის დარჩება უმუშევარი. ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს. ეს საკითხი არ მინდა რომ დავივიწყოთ, მოდი ასე ვთქვათ, სპეცსამსახურებში მათი ადამიანების რეკრუტირების, პროფესიული განვითარების, მათი პროფესიული დაცვის ინსტრუმენტების, ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, ეს ჩეკისტის სული მაქედან მაგნაწილშიც არ გამქრალა ჩვენ და ძალიან სამწუხაროდ და ბევრი იქნება მაგ მიმართულებითაც სამუშაო. მანამდე თქვენვე ახსენეთ, მე და თქვენ ესე იგი როგორ დავიწყეთ, ჯერ შენობით ვლაპარაკობდით, მე გადავედით თქვენ კამერა მოქმედება, ფორმალურად ფორმატი გვაძლევს საშუალებას ფორმატი გვაძლევს საშუალებას, კი.
ხო და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის რაც ახლა ახსენე კიდევ ეს უკანონო თვალთვალი ახსენე, მაგრამ ანუ ეს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის შემდგომი, ესე იგი, არ ვიცი, მისთვის შესაბამისი როლის მისთვის შესაბამისი ადგილის გამონახვა აი ამ სისტემაში. დღეს რა ვითარებას გვაქვს პრაქტიკულად ნულია ფილტრი მომთხოვნ ორგანოს, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაში საერთოდაც მისი ქვესაუწყებო ორგანიზაცია, ფაქტიურად მისი CP-ა, თუ პროკურატურას შორის, რომ ანუ ფილტრი არ არსებობს, შუაში არ არსებობს რაღაცა გონივრული, ესე იგი, წინაღობა, რაღაცა ტესტი, რომლის მიხედვითაც აი ამ მოთხოვნას, რომელსაც გამომძიებელი აყენებს, ეს ადამიანები უკმაყოფილებენ. ამიტომ აქაც არის მოსაფიქრებელი, გარდა იმისა, რომ აქ სანიშნულოვანი იქნება, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი სასამართლოს როლი, იმიტომ რომ ნუ ეხლა ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ ოპერატიულ მუშაკს თუ გამომძიებელს ექნება სტულიმო, რომ თავისი საქმე გაიმარტივოს, უფრო სწრაფად გააკეთოს და ამ თვალსაზრისით ეს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი მათ რა თქმა უნდა ფასდაუდებელ შრომას საქმეს უკეთებს რა, მაგრამ აი ამ ყველაფერმა რომ შესაბამისი ტესტი გაიაროს იმისთვის რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, ნუ აქ მინიმუმ ის არის გასაკეთებელი, რომ მე მაგალითად ვთვლი რომ ეს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი როგორც სერვისი, რომელიც ყველა საგამოძიებო უწყებას მოემსახურება, საერთოდაც ვერ იქნება სამწუხაროდ პარლამენტის ქვეშ პირდაპირ, მაგრამ მე ჩემი წინადადებაა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაგალითად პრემიერ-მინისტრის რომ აპარატის რაღაცა მანდატს თუ მაღალ რეგისტრში ვჭრით ამ საკითხს, მაშინ მანდატს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ მოსმენების სახიფათოობას, ხო, საფრთხის შემცველობას ქმნის ის, რომ უწყებას, რომელიც იყენებს ამ მონაცემებს აქვს გაზრდილი უფლებამოსილება. კი, მართალია. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეზღუდვების შემთხვევაში უკვე შესაბამისად ის ოპერატიული ეს ფუნქცია, ეს არის ადმინისტრირება, ხო? თუმცა შემიძლია ჭრეკვით შემოვიდეს, საქმის აღძვრა, გამოძიების წარმოება და ამ შემდეგ შეიძლება საკამათო თემებია, მაგრამ ეს არის უბედურება, რომ არც ერთ პოლიტიკურ უწყებას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ხელისუფლებას ამაზე ჯანსაღი დისკუსია არასდროს არ გაუმართავს. ყოველთვის მივიდოდნენ, აი კითხავდნენ რაღაცეებს, თქვა თუ ეტყოდით, მე მოირგებდნენ საკუთარ თავზე, ისევ იქიდან შემდეგ არჩევნებში როგორ ყოფილიყო გამოყენებული. გამიგეთ, რეალურად ნახეთ რა ხდება, აი მე მაგალითად ვამბობ და დამიჯდეს ვინმე და შემეკამათოს, შეიძლება არ ვიყო მართალი. მე მაგალითად ვამბობ, რომ უსაფრთხოების სამსახურს საგამოძიებო ფუნქცია საერთოდ არ უნდა ქონდეს. აი მე მაგალითად ვამბობ მაგას, დამიჯდეს ვინმე და შემეკამათოს, მე ჩემი არგუმენტები მაქვს და ეხლა თუ ვინმე, მაგრამ ჩვენ და ეხლა რა ხდება? კი, ვიღაცა ხა დაწერს კომენტარებში რომ რა სისულელეს ამბობს, იმიტომ რომ არც რო შეუხედავ ჟორდანო ბრუნომ რო თქვა რომ ისო ბრუნავსო სისულელე იყო იმ პერიოდში. ზუსტად ეგრეა. არ აქვს მაგალითად გერმანიაში და არც ჭირდება. თუ საგამოძიებო მოქმედებებამდე მივიდა, ანუ სპეცსამსახურის ფილდი, ხო, არის დანაშაულის წინა მდგომარეობა, სადაც უნდა მოხდეს პრევენცია ამ ყველაფრის. თუ ადამიანი უკვე დამნაშავედ იქცა, მაშინ გადაეცეთ კრიმინალურ პოლიციას და გამოიძიოს რა პრობლემაა ხა ტერორისტულად ხო, პროკურატურა და თქვა კრიმინალური პოლიცია იძიებს, ხო, თქვა ძალადობრივ დანაშაულს. თუ ადამიანმა უკვე სახელმწიფო საიდუმლოება გასცა, რომლის მერეც უკვე კრიმინალური პროცესი იწყება, ხო? გადაეცი და გამოიძიებს რა პრობლემაა, იმას იურისტი იძიებს. ისედაც უსაფრთხოების სამსახურში იყო საგამოძიებო დეპარტამენტი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან და ის იძიებდა. გამოძიებაში არაფერი არ იყო. უსაფრთხოების მთელი ძალა არის ოპერატიულ თამაშებში, გარკვეული საფრთხეების დეტექციაში, პრევენციაში, ხო, აღკვეთაში, გამოვლენაში და რაც ამსაც გამოვლინდა უკვე და კრიმინალია, ხო? იმ მომენტიდან ვინ გამოიძიებს რა მნიშვნელობა აქვს? აბსოლუტურად არანაირი. ამიტომ მე არ ვამბობ რომ ეს არის პანაცეა, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება. ამერიკაში სხვაგვარად არის. ამერიკაში აქვს მაგალითად FBI-ის პირველი საგამოძიებო უწყებაა, ხო, იქ სხვანაირად არის. იქ სამაგიეროდ სასამართლო ინსტიტუტებია იმ დონეზე, რომ ესე იგი სასამართლო დაუწუნებს აბსოლუტურად ამერიკული სპეცსამსახურის მოწყობის სისტემა ძალიან კომპლექსურია და არ ამგონია რომ ჩვენთვის ხო დიდია ფედერალური შტატები და ასე შემდეგ. არჩევნების სისტემა და საერთოდ ძალიან სპეციფიკურია ამაზე. ჩვენ სად მივდივართ? ჩვენ თუ მივდივართ ევროპისკენ სტრუქტურულად, მაშინ სტრუქტურულად ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ კონდეს ისეთივე, ხო, როგორც იმათ აქ. იქ გულისხმობს იმას, რომ კრიმინალურ პოლიციას ნებისმიერი გამოძიების უფლება აქვს, მასალები გადაეცი გამოიძიებს. რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როგორც კი შენ გაქვს ადმინისტრაციული, საპროცესო მოქმედებების, ადმინისტრაციული მოქმედებების უფლება, შენ უკვე შეგიძლია ეს საიდუმლო მუშაობით მიღებული ინფორმაცია გამოიყენო.
გამიგედა, როდესაც ამის გამოყენება შენ არ შეგიძლია, მაშინ მოსმენებს აღარ ჩართავ უაზრო საკითხებზე და ჩართავ იმ მიმართულებებზე, რომელიც შენთვის არის მნიშვნელოვანი. რა არის მნიშვნელოვანი? ტერორიზმი, მემარცხენე ექსტრემიზმი, მემარჯვენე ექსტრემიზმი, საქართველოსთვის უცხო ქვეყნის, თქვათ რაღაცა, კი ბატონო, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებიც, რა თქმა უნდა, ხო, სახელმწიფო გადატრიალება, დივერსია, საბოტაჟი, ბუნებრივია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ კონტექსტში ინფორმაციის მოპოვება, თუნდაც ამ მოსმენებით, ხო, თუ შენ მისი რეალიზაცია ზოგჯერ კანონსაწინააღმდეგოდ არ შეგიძლია, მაშინ ბუნებრივია ეს აღარ იქნება ეს მოსმენები რაღაც საჯილდაო ხვა და მომხიბვლელი პროდუქტი. ჩემზე უკეთესად იცი როგორ აკეთებენ, როგორ აჯადოებენ პოლიტიკოსებს ხშირად ამ წრიდან გამოსული ადამიანები, როცა ჩვენი რაღაცების გაყიდვა ხა სეილებია ხო? კი, რა თქმა უნდა. ესე იგი მე მქონდა ეგეთი რთული ამოცანა ერთ-ერთმა მინისტრმა დამისვა, რომ მაშინ თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის რეფორმის განხორციელება უნდოდა რა და აი სამხედრო პოლიციაც იცი რომ თავდაცვაში ისეთი საკითხია, რაღაცა რომელიც 10 ჯერს ფაქტიურად ახალი შიგნით ერთი დიდი მისი კანონი არის აქტიურად ნახოს ვიღაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონია უბრალოდ თავდაცვის სამინისტროს შიგნით და ბევრმა მინისტრმა სცადა მისი რეფორმირება, მაგრამ პრინციპში ბოლომდე ვერც ერთმა ვერ მიიყვანა და მე მახსოვს ჩემი გამოწვევა რა იყო რა, რომ მე ამ დისკუსიაში შევედი იმ დროს სამხედრო პოლიციის უფროსთან, მის მოადგილეებთან, იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან, ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს ხალხი ბოროტი ხალხი კი არისო, მაგრამ ბუნებრივად იცავდნენ რა თქმა უნდა საკუთარ კორპორატიულ ინტერესს, ხო, ანუ მათ უწყებას ეხებოდა საქმე, მათ დეპარტამენტს იმის შემცირებაზე იყო ლაპარაკი და ჩემზე მეტი არგუმენტი მოჰყავდათ რაღაცა საკითხების ესე იგი დასასაბუთებლად და ამით იმის თქმა მინდა ამას ემატება კიდე მეორე თემა რომელიც ჩემს ძალიან აშინებს ხოლმე პოლიტიკოსებს კი მე ვიზიარებ რომ არსებითად ეგ არის ძალაუფლების დაკარგვის საკითხი აი მომდევნო არჩევნებში ამ ადამიანების როლს უყურებენ ხოლმე და როგორც წესი ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას მაგრამ მინახავს შედარებით უფრო ახსნადი ნაკლებად ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ესე იგი არგუმენტი არა შედარებით ისეთი არგუმენტი, რომელიც ადამიანურად მესმის ხოლმე. როგორც წესი პოლიტიკოსებს არისმით აი ეს დინამიკა ქვეყანაში საფრთხეებთან დაკავშირებული ამბების და ამის ჰიპერბოლიზებას ახდენენ ძალიან მაგრად ეს ადამიანები. დაუნებია რომ აი ეხლა არ მინდა რეგიონი დავასახელო, ამ რეგიონში არსებობს თქვა ძალადობრივი ექსტრემიზმის, ანტერორიზმის რისკები, იმიტომ რომ აქედან ვიღაცა იყო ოდესღაც რეკრუტირებული. მე მაქვს ეს და ეს მასალა და შესაბამისად შენ თუ ჩემს სამსახურს შეეხები, ხო? ხვალ შეიძლება ეს დიდი უბედურება მოხდეს და პოლიტიკოსები მე ნელ-ნელა იწყებენ ამ თავისი რეალური ფუნქციისგან ფუნქციაზე უარის თქმას და დათმობას ისევ აი ამ სპეცსამსახურებისთვის ხოლმე რა. ეს ჩემთვალწი რამდენჯერმე გათამაშდა ეს კადრი და ვძნობდი რომ ვერ გაუძლეს პოლიტიკოსებს. ეგეთი ცდუნება ბევრგან არის, ანუ ჩვენ თავზე ნაცარი რო არ წავიყაროთ, ეგ მარტო საქართველოში არ არის, ახლა სკანდალები გვახსოვს ჩვენ შეერთებულ შტატებში, BND-სთან დაკავშირებით გერმანიაში უამრავი სკანდალი, სადაც შენ ხელი მიგიძვდება სენსიტიურ ინფორმაციაზე, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში მაკომპრომეტირებულ მასალებზეც ბუნებრივია შენ ყოველთვის ვცდილობ რომ ეს ამის კაპიტალიზაცია მოახდინო ხო გარდაქმნა რაღაცაში სწორედ ამისთვის არის ჩამკეტი მექანიზმები კანონმდებლობით და ასე შემდეგ ჩვენი პრობლემა რასაც შენ ახლა შეეხებ ისევ საბჭოთა კავშირიდან მოდის ახლა ვიღაცა შეიძლება ეს უტრირებულად მოეჩვენოს მაგრამ ნუ იქ ჩამოყალიბდა ეს ქართული მენტალიტეტი დღევანდელი ქართული მენტალიტეტი და ბუნებრივია რომ ჯერ არ არის გასუფთავებული მე საკითხი იმაზე მაქვს რომ ჩვენ პირიქით ხელს ვუწყობთ რომ კი არ ვასუფთავებთ პირიქით ექსპლუატაციას ვახდენთ ვიყენებთ იმ საბჭოთა მექანიზმებს და ამიტომ ეს საბჭოთა მექანიზმები შემდგომ თაობებშიც ინერგება. ეხლა ვიგეთქვით, რაზედაც არის საუბარი. საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო უსაფრთხოება იყო რაღაც ფარდით ჩამობურული, ხო? იმიტომ რომ იყო პრეროგატივა საშინელი სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის, რომელიც, რა ვიცი, აი ეხლა ალექსი ინაურის ხსენებაზე, ეხლა წაჟრიალებთ აქ და ალექსი ინაური იქაურ იერარქიაში იყო მეშვიდასე, ხო, პრინციპში. ახლა იყო დამსახურებული. სხვა შორის არ იყო ჩეკისტური წრეებიდან, იყო სამხედრო ადამიანი, კავალერისტი იყო, უბრალოდ მე კარგად შეერწყა. ჩვეულებრივი სამხედრო გენერალი იყო, თავისი პლუსები, თავისი მინუსები. მაგაზე არ არის ხა საუბარი. მე რას ვამბობ? იმის გამო რომ ეს ყველაფერი იყო საიდუმლო, საქართველოში უსაფრთხოების სპეციალისტები არ გვყავს. სამაგიეროდ ქართველი ადამიანის ხარტი გონებიდან გამომდინარე თუ არ ვიცი მზარდი ამბიციიდან თუ იმის გამო რომ ახლა ბევრი რაღაც გარეთ გამოვიდა და ბევრმა წაიკითხა, საქართველოში ითვლება ასე რომ მაგალითად თქვენ რომ იყოთ მათემატიკოსი, გჭირდებათ მათემატიკური განათლება, თქვენ რომ იყოთ ქიმიკოსი, გჭირდებათ ქიმიური განათლება. აი უსაფრთხოება იცის ყველა. საქართველოში უსაფრთხოება იცის ყველა, იმიტომ რომ
მახსოვს ადამიანი, რომელიც მაგალითად ტანკში ეკიპაჟის გაუქმებას ესე იგი ერთი ადამიანის ამოკლებას აპირებდა ტანკის ეკიპაჟიდან. არ იყო დაბალი თანამდებობის ადამიანი, ხო? მე მახსოვს ასევე ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, რომ საიდუმლო მიმართულებაზე მეკითხებოდა, რატომ არ ვუხდიდით ხელფას საბანკო გადარიცხვით ერთ-ერთ საიდუმლო თანამშრომლებს. მე მახსოვს და ეს არ იყო შორეულ წარსულში. სულ 20 წლის მანძილზე. თან კი არ მეკითხებოდა, კითხვა ცუდი არ არის, კითხვა შესანიშნავი რაღაც არის. მიმტკიცებდა, რომ ასე უნდა ყოფილიყო, თორე იმიტომ კი არა, რომ მეკითხებოდა, კითხვა ნებისმიერი შეიძლება, მაგრამ როდესაც თავდაცვის მინისტრი ხარ, ან მაგალითად საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და ასეთი კითხვა გიჩნდება, ჩანს რომ შენ უსაფრთხოება არის. მით უმეტეს არიციან უსაფრთხოების ლანდშაფტი, ხო? უსაფრთხოების აი საფრთხეები, გამოწვევები, რისკები, რაც საშინაო და საგარეო პოლიტიკას განაპირობებს, იმიტომ რომ ამაზე დგას საშინაო პოლიტიკა. ამიტომ უწევთ ამ სამსახურის გამოყენება მათთვის უფრო მნიშვნელოვან თემებზე, რაც არის შიდა პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცება და ეს ყველა მიცის. თუ შენ მე მომიტან მაგალითად მასალებს როგორ ცხოვრობს ჩემი ოპონენტი მიუღებელი ცხოვრების წესით, ესეც კომუნისტური გადმონაშთია, ხო, მაგრამ ნუ პოლიტიკურ პროცესებში არის რაღაც რაც დისკრედიტაციას უწევს პოლიტიკურ ადამიანს, ხო, ეს არ არის მაინც და მაინც სექსუალურ ცხოვრებაზე არ არის საუბარი, შეიძლება გამონათქვამი იყოს რაღაც ისეთი, რომელმაც ცუდი რაღაც გავან კორუფციასთან დაკავშირებული თემები. ამიტომ ადამიანებს მიაქვთ ეს ხელმძღვანელისთვის და აქ ხდება მათი სიმბიოზი. ამასობაში ხდება ძვირადღირებული საკადრო რესურსის დეპროფესიონალიზაცია, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც უნდა ებრძოლა, მოწოდებული იყო და უნდა ებრძოლა, ვინ გითხრათ, თქვათ გენერალ ბესედასთან, ხო, რუსთან, თქვათ, ან ნებისმიერ ბორტნიკოვის საცეცებთან, ან პატრუშევის საცეცებთან, ახლა დღეს ბრძოლა უწევს, როგორ გითხრათ, თბილისის, რო არ დამწამოთ, რომ თქვათ თქვენ კი არა, მაგრამ ზოგადად ხო, თბილისის, ქუთაისის, ხულოს, რომელიღაც რეგიონის გამგებელთან, რომელმაც ტენდერში მოიპარა, ესე იგი 10,000 ლარი, თქვათ და აი ამაზე თუ მასალებს შევაგროვებ და ეს წინ წავიწევი. ამასობაში ხდება ის, რომ პროკურატურიდან ზედამხედველობა არ არის, იმიტომ რომ პოლიტიკურად როცა არის, შემთავარია ოპონენტზე რაღაც მოიტანო და მე მას ჩავსვამ ციხეში. ამასობაში ხდება ის, რომ სასამართლო უკან არ გადმოგიგდებს ამ საქმეს და ხდება დეპროფესიონალიზაცია. სხვა შორის, კიდევ ერთ საკამათო თემას ვიტყვი და ახლა საქმეში ჩახედული ადამიანები გაიგებენ, მაგრამ ბევრი ალბათ შემეკამათება. შევარდნაძის დროს, როდესაც სისტემა კორუფციაზე მუშაობდა, პროკურორიც და მოსამართლეც გაცილებით უფრო მომთხოვნი იყო. იმიტომ რომ ფული იშოვნებოდა და ოპერატიული თანამშრომელი ან გამომძიებელს მასალა კარგად უნდა ქონოდა დამუშავებული. იმიტომ რომ პოლიტიკური მდგენელი ნაკლებ ხო, იმიტომ რომ შენ როგორც პროკურორი, შენ როგორც პროკურორი მეუბნებოდი, რომ საქმე წესიერად გააკეთე, ამას სასამართლო გადმოგიგდებს უკან და ჩვენ ამაში ფულს ვიღებთ და ფული რომ აგაღებული იმისგან, ის მერე მთხოვს უკვე რომ ფული მოგეცი და მე რატო გავმართლდი, ვერ გავმართლდი, თქვა რატო დამჭირეს. ამიტომ მუშაობდა, მაგრამ ნუ გასაგებია კორუფცია როგორც ხრწნის სამაგეროდ ფულისთვის ზოგჯერ ისეთი რაღაც გაეპარებოდათ ხოლმე მართლაც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მიშას პერიოდში მოხდა პოლიტიზაცია ამ უწყებების და შესაბამისად ეს სასამართლო და პროკურატურა იქიდან არის, ხო, თქვა ესე პოლიტიზირებული და მოხდა ასეთი რამ, რომ ესე იგი აღარ ხდებოდა უკვე მოთხოვნა. თუ მაგალითად ანდრო გოცირიძე ან გიორგი შაიშველაშვილი პირობითად ვამბობ იყო გაწირული, მასზე როგორი თეთრი ძაფით ნაკერი საქმეც არ უნდა ყოფილიყო, ამას პროკურატურა სასამართლოში გაიტანდა, ყველა შემთხვევაში გაიტანდა და შესაბამისად თანამშრომლის დეპროფესიონალიზაცია მოხდა, იმიტომ რომ ეხლა რომ ვიყავი უმცროსი გამომძიებელი, იმ 10 წლის მანძილზე ავედი დეპარტამენტის უფროსის მოადგილებდე. და უკვე მთელი ჩემი ამ გზის მანძილზე, როცა რაღაც უნდა მესწავლათ, უნდა რეზოლუციის დაწერა ან გამოძიება, თქვათ ესა. ერთადერთი განსხვავებული ნიშანი ის იყო, რომ მაშინ აშკარად აი ესეთი მიმართულება იყო აი ანტირუსული, ხო, თქვათ, გულისხმობ კრემლს, ახლა არა ქსენოფობიურ საკითხებს. ეხლა რა მოხდა? ეხლაც აბსოლუტურად იგივე ხდება გაზრდილი მასშტაბებით, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ხო, მაგალითად ნებისმიერ შემთხვევაში თაწმინდის რაიონის საგამოძიებო სამსახურს ან პოლიციურ სამსახურს მე რომ არ ვიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელმძღვანელი, მოვთხოვდი რომ შენ თუ კი აკავებ
მიტინგზე ადამიანს, რომელმაც კანონი დაარღვია და უშოთ. მოუყვები, მაგაში ქვებით ჩაამტრია რაღაც, სასტიკი კანონი დაარღვია გააკეთო და შენ ამაში 1 საათში მოახდინე რეაგირება და ეს კაცი დააკავე. როგორ ვერ დააკავე ბესიკის ქუჩის ბანდა, რომელმაც გაცილებით უარეს გაგო. ხო, ამ ტიპის პასუხს მოთხოვ. ასეთი პასუხის მოთხოვნა არ ხდება. შესაბამისად, იმ ახალგაზრდა პოლიციელების, სპეცსამსახურის ახალგაზრდა მუშაკების სამწუხარო დეპროფესიონალიზაცია ხდება, იმიტომ იმან იცის თუ ხუთი საქმე წარადგინა დღეს მაგალითად პროტესტანტზე, რომელიც უკვე ოპოზიციაც ხო აღარ არის, ესენი ხო უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ხო? არ პოლიტიკური, მაგრამ სისტემისთვის დეჰუმანიზებული. სისტემისთვის დეჰუმანიზებული ეს კიდე ცალკე და ძალიან დიდი პრობლემაა. თუ შენ წარადგინე და მოიყვანე 5 დარბაისელი პირობითად მონანიებაში როგორც არის, მაშინ საერთოდ არ გჭირდება რეალური დამნაშავის ძებნა, რომელიც პრინციპში მომზადებულია, იმიტომ რომ ეხლა იქ იმ გოგობიჭების დაჭერას რა უნდა, ხო, უცებ მიყოლ და მოკიდებ კისერში ხელს და წაიყვან, მithumetes არავინ არ გიკონტროლებს, იქ უფლებები დაიცავი თუ არ დაიცავი, მაგრამ აი ნამდვილ ორგანიზებულ კრიმინალს ვერ ებრძვი, იმიტომ რომ გავა 5 წელი, 10 წელი და აღმოჩნდება რომ სკილებიც არ აქვს. ეს დეჰუმანიზაცია კიდე მეორე საკითხია, რასაც პოლიტიკური პარტიები იყენებენ და სამწუხაროდ ეს კოლექტივები ჯარიც მათ შორის, სპეცსამსახურიც, რაც არ უნდა იყოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მინდა რომ ამასაც ორი სიტყვით შევეხო, ხო? ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ესენი არიან მასკულინური ბუნების მატარებლები. იმიტომ რომ კი მე-20 საუკუნეში წამოვიდა ეს გენდერული თანასწორობის საკითხები, ქალების ჩართულობა სპეციალურ სამსახურებშიც მათ შორის და მე მინდა ვთქვა, რომ ისეთი ქალი თანამშრომლები მყოლია, რომელიც ძალიან ბევრ კაცს ჯიბეში ჩაისვამდნენ მარტივად რო ვთქვათ, გამჭრიახობითაც, გამძლეობითაც და ყველაფრიდაც, მაგრამ მაინც საუკუნეების მანძილზე სამხედრო საქმე, სპეცსამსახური, გნებავთ პოლიცია იყო მასკულინური კოლექტივი მაინც და ახლა ზუსტად აი ამ მათი პენეტრაცია მოხდა იმ მესიჯით, რომ ისინი ებრძვიან ყველაფერ კაცურს, გამიგეთ, გახწნილების, ვთქვათ, აპოლოგეტები არიან, გარყვნილი ცხოვრების წესს და ამით მოხდა, რომ ესენი მათ როგორც თავის მოქალაქეებს კი არ უყურებენ როგორც აი იმ მოქალაქეობრივი სხეულის რღვევას, გამიგეთ, ოჯახური ტრადიციების რაც მათთვის ძვირფასია და ამიტომ ის და ამიტომ მინდა ვთქვა, ძალიან ბევრი ჩემი პატივცემული კოლეგა, მართლა პატივცემული კოლეგა, რომლებიც აი ჯარზე გადაგებულები არიან, ძალიან უყვართ სამხედრო საქმე, ხშირად დაცინვაც უდი სიტყვაა, მაგრამ ისე მოიხსენიებს ხოლმე, რომ აი ეს იცის იმ გენდერული პროექტების განხორციელებამ ჯარში და აი ეს არის ეს გენდერზე და ანუ თითქოს ეს რაღაც ვოუკიზმის გამო და თითქოს ეს არ იყო ესე ამ გენდერს ეს და მე აქედან ხდება გადასვლა იმაზე, რომ აი ეს დასავლეთის ჩვენი პარტნიორები ომს კი არ გვასწავლიან რაღაც გენდერულ სისულელეებს და ასე შემდეგ ბრჭყალებში. ეს ასე მოგისმენია შენც და ხო რომ აი ეს პროექტები საერთოდ რა სისულელეა. ესეც მასკულინური ბუნებიდან იმ ხალხს, ვინც ეს ჩემთვის უთქვამს, ვისაც უთქვამს, მე მართლა პატივს ვცემ, იმიტომ რომ მართლა სამხედროები არიან ყველა ომში ნაბრძოლები, ჩემი რანგის მოსამსახურეები, ასე შემდეგ, ამიტომ ესა. მაგრამ აქ რა ხდება, იცი? აქ აი ეს განმარტება ალბათ ჩვენც დავაკელით სადღაც. ეს რატო ხდება? აი ზუსტად ეს დეჰუმანიზაცია რო არ მოხდეს. ჩვენ ამ გენდერულ საკითხებს გადასროლის წინ რატო ვასწავლით? იმიტომ რომ ისინი როდესაც ავღანეთში მაგალითად ხო, იმიტომ რომ ეს ქალების მოწყვლადი ჯგუფია, ხო, კონფლიქტისას, რადგან კურთოვანი მასა ნაკლები აქვს, ხო, და ჩვენ ჯარისკაცს ვასწავლით, რომ აი დეჰუმანიზაცია ამ კუთხიდან მომხდარიყო. გნებავთ სხვადასხვა ტიპის უმცირესობებზე, იმიტომ რომ შენ თუ თვლი რომ მხოლოდ შენი რელიგია კი შენ შეიძლება თვლი რომ მხოლოდ შენი რელიგია სწორი რელიგია, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას. არამიმდევარი ყველა არა ადამიანია, მაშინ შენ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში როცა მოხვდები, ან ავღანეთში როცა მოხვდები, შენ იქ ვიზედაც შენ კონტროლს ახორციელებ, ხო, ეფექტურ კონტროლს არა ადამიანურად მოეპყრობ, იმიტომ რომ შენ მას ადამიანურად არ მიიჩნევ და აი აქეთკენ იყო მიმართული ეს გენდერული პროგრამები, ეს განსხვავებულობის წამახალისებელი პროგრამები და მე ეს ახლა რუსულმა პროპაგანდამ გადათარგმნა თითქოს აი და ჩვენ სამხედრო და აი ამ კოლექტივს ასწავლა, რომ თითქოს ეს ყოფილიყო მათ გასახრწნელად, გამიგეთ? ამ თემაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ძალიან ორიგინალური ჩარჩოში ჩასვი ფრეიმი მიეცი ესე ვთქვათ დეჰუმანიზაციისა და უცებ მოიყონეს კარგი მაგალითები რატო იყო ინტერვენცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ტრენინგების წვრთნის განათლების თუ ასე შემდეგ თვალსაზრისით
მადლობა, ეგ ძალიან კაი პოინტი იყო ამ შემთხვევაში არა პირდაპირ თემასთან დაკავშირებული, მაგრამ ესეც პრობლემატიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის მიმართაც ხედო ამ გრძნობელობა ასევე უნდა კონდეს ნებისმიერ პოლიტიკოს და ეს მოდეს ეგ. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემსას პატივს არ ვცემ. მე მესმის, რომ ჩემი რწმენა არის ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი რწმენა, კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ თუ სხვა რწმენის ხართ, თქვენ ადამიანი არ ხართ, შენ ადამიანი არ ხარ და შესაბამისად თუ კი ადამიანი არ ხარ, მე შემიძლია ნებისმიერი ძალა გამოვიყენო. მე ოჯახის წევრი არ მეტყვის, რომ შენ კონდახი რატო ჩაარტყი, აი რატომ გალახე, მაგალითად, აი ქალებს იმ სიტყვით რატომ მიმართავდი აქ, ხო? აი მაგალითად სადაც იყო წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინი ქალები არ არიან. რთული კითხვა უნდა დაგისვა, რთული არა, აი იმდენად რამდენადაც ანალიტიკურად რთულად გასაცემი, ანუ ემპირიული მასალა არ გექნება ეხლა მაგისთვის რომ მიპასუხო, მაგრამ მაინც მინდა კითხო, იმიტომ რომ მეც მეკითხებიან ხოლმე. აი ამ ჩვენს ქართულ სპეცსამსახურებში დეჰუმანიზაციის ხარისხი წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ, პროტესტში ჩართული ადამიანების მიმართ. შენი აზრით რამხელა არის? მესმის რომ კიდე კვლევა მე და შენ არ გავიკეთებია და ამას ზუსტად ვერ უპასუხებთ, ხო, ვერც ერთი, მაგრამ ხო ვიცი რომ აკვირდები მეგობრები ყავს, რაღაც ინფორმაცია ასული ადამიანებთან, ხო, ანუ შენ დაკვირვებით რომ მითხრა. მე მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უფრო პენეტრირებული არის ყველაზე დაბალ რანგში. დაბალში? დაბალ რანგში, კი. დაბალ რანგშია ეს ყველაფერი უშუალო შემსრულებლებში, ვინც უშუალოდ ხელი უნდა მოიქნიოს. სპეცსამსახური საერთოდ ცალკე თემაა, იმიტომ რომ იქ ინფორმაციის იმხელა მასივია დაგროვილი, რომ თუ პენეტრაცია, თუ დეჰუმანიზაციაზეა საუბარი, მათ იციან, რომ იმგვარი მიდრეკილებები, რაც შეიძლება დეჰუმანიზაციის საფუძველი იყოს ორივე მხარეს. ხო, მარტივი ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ასეთი ადამიანებიც, ამ სარწმუნოების, იმ სარწმუნოების და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი არის უფრო შემსრულებლებზე. აი მაგალითად, მე თქვენ აქცეულს წიხლი თავში რატო უნდა ჩაგარტყათ? იმიტომ რომ ადამიანად არ გთვლით. ხო, მივხვდით, ეს არ ვთვლი მე. იმ საღამოს მე შეიძლება ჩემ მეგობრებთან ძალიან ხელ გადახოვული ვწვიდე, ადამიანიც მიყვარდე, შლის ნუკრისნა ამბობზეც ვტიროდე. უბრალოდ იმას არ ვთვლი ადამიანად, ხო ხვდებით? იმიტომ რომ ეს არ არის, ეს უფრო დაბალი რანგის, ეს განათლების დეფიციტის პრობლემაა. განათლების დეფიციტის პრობლემაა და ჭრის უფრო ხისტ კოლექტივებში ახლა მოგეხსენებათ, რომ სპეციალური დანაყოფები, სპეცრაზმი ვთქვათ, მათ ბევრ რამესთან უწევთ კონფრონტაცია, ხო, და ბევრ რაღაცას და ვთქვათ დამნაშავესთანაც, მაგრამ აიმითო ჭირდებათ მათ სპეციალური ტრენინგი, რომ კიდევ მეორე, მოდი არ გავამართლოთ არავინ. მე ასე ვთვლი თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ დამნაშავეა ის ადამიანი, პარლამენტში შეჭრას აპირებდა. დამნაშავეა, სასტიკი დამნაშავეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის საზიზღარია, გამიგეთ, რომელიც უნდა ცემო. შენი მოვალეობა არის რომ იმას მოკიდო ხელი და მიიყვანო სასამართლოში. შემდეგ რომ სასამართლოში თუ არსებობს ცემა ასეთი დასჯა საბედნიეროდ საქართველოში არ არსებობს, მაგრამ მაშინ ის გადაწყვეტს ცემას. ამას შენ უნდა გასწავლინე, მაგრამ შენ გეუბნებიან ის ადამიანი არ არის. სამართალი არის ჩემთვის, შენთვის, მაგრამ იმისთვის არ არის, იმიტომ რომ ის არ არის ადამიანი. რატო არ არის ადამიანი? იმიტომ რომ ოჯახური ტრადიციების წინააღმდეგია და ვინც ოჯახს ერთვის ის ადამიანი ხო არ არის, ხო? ამასობაში იგივე ადამიანები ოჯახურ ტრადიციას შეიძლება ძალიან ბევრჯერ არ ყვევდნენ, მაგრამ ეს ამ კონტექსტში არ დაიყვანება. ამიტომ აქ ესეთი საკითხია. მეორე საკითხია, ვთქვათ, იგივე ამ ადამიანებთან ეს თვითონ ეს სპეციალური დანაყოფები ძალიან ტრამბული საქმეა, ხო? ახლა ასე ხო არ არის, მათ ბევრი ომი აქვთ გადატანილი, სხვა საქმეა რომ რაღაც ნაწილი შემდგომ ალბათ შემთხვევით მოხდა, იმიტომ რომ ბევრმა აღარ ისურვა იქ მუშაობა და შემთხვევითი შემოწმების და სპეციალური შემოწმების გარეშე ბევრი მოხდა, მაგრამ ბევრი ტრამბული ადამიანია ზოგს, ამიტომ მათ მუდმივი ფსიქოლოგიური, ვთქვათ, წვრთნა ჭირდებათ, რომ ასე არ მოიქცნენ და როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ზემოდან მუდმივად უკიჟინებს, რომ ესენი ადამიანები არ არიან, ხო? ესენი თვითონ მოდიან პროვოკაციაზე, მაგრამ ისინი იქცევიან შესაბამისად. კარგი კი არ არის, არ მინდა ისე გაიგოს, რომ მე მათ გამართლებას ვცდილობ. რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს არის და მეორეა კიდე, აქაც სტრუქტურული, აი ტექნოკრატიულ საკითხებზე, ხო? პრევენცია ერთადერთი, რომ თქვენ, როდესაც ძალაუფლებით ხართ აღჭურვილი იმ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ჩაიდენთ გადაცდომას,
არის თქვენი იდენტიფიცირებადობა, არ ვიცი როგორ თქვი ეს სიტყვა. ხო, ანუ შესაძლებლობა რომ მოხდეს თქვენი იდენტიფიკაცია. მე თუ ნიღბი თუ არ და არავინ არ იცის ვინ არ გაქვთ არაფერი და როდესაც მინისტრი ან მინისტრის მოადგილე აცხადებს რომ ვერ ვახდეთ იდენტიფიცირებას 21 საუკუნის დიგიტალურ ეპოქაში ეს ნიშნავს პირდაპირ მწვანის ანთებას, იმიტომ რომ რას ვერ ახდენ ხო ხაფარად პოლიტიკურად ამიტომ დაშვებული ძალადობა ვიხილეთ ამ ყველაფერს და ასევე ეხლა უკვე რთული კითხვა რომელიც ანალიზს ექვემდებარება ჩემი ეს და მაინც მაინტერესებს ამაზე შენი პასუხი. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრს ვფიქრობ და მე ფორმულებით მე მგონი ვერ გავალთ აქ იოლას და ალბათ მოგვიწევს რაღაცა თითოეული кейსის თუ მაგალითის ცალ-ცალკე განხილვა. რას ვაკეთებთ გარდამავალ პერიოდში ანდრო? იმის გათვალისწინებით რომ ეხლა ჩვენ სისტემის мотивაციებზე ვილაპარაკეთ და ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ ფაქტები გვაქვს როგორც შენ თქვი რომელიც აშკარად სისხლის სამართლის დანაშაულია ხო არ ვიცი ძანებას ასრულებდი არ ვიცი მართლა გჯეროდა რომ ის ადამიანი არ იყო თუ ასე შემდეგ ფაქტია რომ დააშავა ხო ფაქტია რომ დააშავა მეორეა ის რომ ამ სისტემაში ათასობით ადამიანი მუშაობს და დარწმუნებული ვარ რომ ყველას არათუ არ დაუშავებია არც უთან აგზნობს და იზიარებს იმას რაც მის ირგვლივ ამ პერიოდში ხდება და აი დადგა ცვლილების მომენტი და მეორე ესე იგი ერთი მხრივ ყავს უამრავი დაზარალებული მათ შორის ის кейსები რაც თქვენ ახსენეთ მაგრამ არის კიდე ისეთი საკითხები რომლის შესაძლებელია ის რომ დაზარალებული ვართ მე და შესაძლოა არც ვიცით იმიტომ რომ ჩვენზე წარმოებდა უკანონო თვალთვალი რაღაცა ინფორმაცია დაგროვილი პორტფელი არსებობს кейს საქმე არსებობს გახსნილი ვიღაცა იკვლევდა ჩვენს პირად ცხოვრებას და ეს ამაზეც პრინციპში მე და შენ გვაქვს უფლება რომ ეს ყველაფერი ვიცოდეთ თუ ეს ინფორმაცია უკანონოდ გროვდებოდა ხო როგორ ვახდენთ ერთი მხრივ ამ ადამიანების რეაბილიტაციას და მეორე მხრივ სისტემაში როგორ ვიქცევით ისე რომ როგორც ქართული გამოთქმაა ხო რომ ამ ნაბან წყალს ბავშვი არ გადააყოლა ანუ როგორ უნდა გავაკეთოთ ურთულესი საკითხია და მინდა თქვა რომ ამიტომ არის ზუსტად ის პროცესი რასაც ახლა ხელისუფლება ეწევა დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით რომ მაგაზე პასუხი არ მაქვს. აი ახლა ვეცდები თქვენთან ერთად რაღაცეები ვიაზროთ, რაც ნაფიქრი მაქვს და რამდენიმე რეკომენდაცია მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ურთულესი საკითხია, იმიტომ რომ ის რაც წვალებით იყო აშენებული და კი ბატონო იყო ბევრი გადაცდომა 2012 წლამდე იყო მარტივი განსაკუთრებები, იმიტომ რომ აი ის ყველაფერი რაც იყო მომხდარი შეგვეძლო გადაგვეშალა და ახალი ფურცლიდან და დღეს ასე აღარ ვაკეთებთ და დავამთავრეთ. მაგრამ აი ახლა 12-13 თუ 14 წელს იმ დონემდე მივიდა ეს ყველაფერი პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და მეორეა დისკრედიტაცია პირდაპირ პოლიციის სპეცსამსახურის მომხდარი იცით როგორ არის ამ უწყებებს გარდა იმისა რომ მე თქვენ უნდა გაგაკონტროლოთ რომ პარლამენტში არ შემომივარდეთ კიდე სხვა ფუნქცია ხომ აქვს ვინმე გამორიცხავს რომ ხვალ საქართველოს საგარეო მტერთან მოუწევს კონფრონტაცია საგარეო მტერთან მოუწევს კონფრონტაცია მე არ ვიცი ჩვენი სახელმწიფო დღეს ვის თulis ტრად და ვის არ თulis მაგრამ ეს სხვა განხილვის თემაა მაგრამ სავსებით შესაძლებელია საგარეო ინტერვენცია ხო სოფლიოში პროცესები იქეთკენ მიმდინარეობს ასეთ დროს შემოგვაქვს კონფლიქტოგენურ სამყაროში ვიცხოვრებ ძალიან რეგიონში ხო მithumedes იმიტომ რომ ხო ცალკე თემაა საგარეო პოლიტიკურად სადვართ ახლა ცალკე უბედურებაა რომ უბრალოდ მეგობარი აღარ შეგვჭა არც ერთი განვითარებისას ხო მაგრამ მე რას ვამბობ აი ამ კონფლიქტის შემთხვევაში შეიარაღებული თქვათ წინააღმდეგობის შემთხვევაში თუნდაც ტექნოგენური კატასტროფის შემთხვევაში თუნდაც ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში პოლიციას თავის ფუნქცია აქვს პოლიციამ უნდა უზრუნველყოს მაგალითად სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტისას ქალაქების გარკვეული დაცვა ხო იქ რაღაც წინააღმდეგობის მოწყობა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ისინი დასამალი გახდნენ ოკუპანტი რომ შემოვიდეს ხო ანუ გაეს ცნობილი დეპარტამენტი ბოდიში რომ გაწყვეტინებ განსაკუთრებულ დავალებულ დეპარტამენტი პირველი მოპასუხეა სწორედ ისინი საოკუპაციო ისინი როცა მათ ფორმა უნდა გახადო უცბად და შენი შვილის ტანსაცმელი უნდა ჩააცვა რომ ტერმა არ ამოიცო ვინ უნდა შეიფაროს ვინ ციხლით წემა ხო ანუ იქ ხო უკვე გარჩევა აღარ არის ნახეთ რა არის ბოროტება თქვენ რომ მინისტრი ხართ და იდენტიფიცირებას ვერ ახდენთ ამით მეც ხომ ასხამთ ჩირკს იმ გოდოში მეც უმუშაობ ხო
მეც მუშაობ. თქვენ თქვენ არ იკადრებთ, მაგრამ თქვენ ცემეთ თქვათ ვიღაცა ხო მე არავინ არ მიწემია, მაგრამ მეც ეჭქვეშ ვარ, იმიტომ რომ არ მოხდა იმის იდენტიფიცირება იქ ვინც აი ახლა იმ ბავშვს ვინც ციხლი ჯაარტყა თავში, დამნაშავე იყო დაუშვათ. არ ვეთანხმება, დამნაშავე ციხლი უნდა ჯაარტყა, ორმა კაცმა ქართულია, ქართულ ტრადიციებს იცავს, ქართულ ტრადიციებს იცავს და შენ გამოდიხარ და ამბობ იდენტიფიკაციას ვერ ვახდენო, რის იდენტიფიკაციას ვერ ახდე, მაშინ მთელი 10 გაათავისუფლეს ამსახურიდან, 20 20-ის დონე, ესე იგი რას ვამბობთ, რომ გდდ-ში 20-ის დონეზე იდენტიფიცირებას ვერ ვახდე, ანუ რომელი 20 მოქმედება ის წავიცით, მაშინ რას ვლაპარაკობთ, საერთოდ რა მართვა გვაქვს, ეს 20 უცებრო ადგეს და ცოტა სხვა აზრი მოუვიდეს თავში, სპეციალური მომზადების კარგი ადამიანები არიან, მე რა გავაკეთოთ. ამიტომ ნახეთ რა ხდება მე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, როცა არ ვიცი სპეცრაზმიდან თქვენ მცემეთ თუ ან რომ მცემა, მე ვერც ერთს ვეღარ გიტანთ. გამიგეთ? და ვინ უნდა შევიფარო? თქვენ უნდა შეგიფაროთ? ესე იგი რომელმაც შეიძლება ჩემ შვილს თავის ქალის ძვლები ჩაულეწეთ, ან ჩემ დედას ვთქვათ, ან ქალის შვილს მაგალითად იმ სიტყვებს ეძახდით, ან რუპორში აგინებდით, ეს ხო მიუღებელი, ეს ხო წარმოუდგენელია. ამიტომ ამბობ, პოლიცია თქვენ, რომელიც 2 წლით ხართ მოსული ხელისუფლებაში და 2 წლით მოხვდით იმ პოლიციის შენობაში, ან თუნდაც საუდართ სამინისტროს შენობაში, თქვენთვის არაფერი არ არის, ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებაა, გამიგეთ? იმიტომ რომ პოლიტიკოსი ხართ 6 თვეში მერე ვიღაც ან მოგიწონებთ და შეიძლება პრემიერ-მინისტრად გადაგიყვანონ, როგორც მაგალითად თვალების დათხრისთვის გადაიყვანეს, თვითონ ამბობენ, მე ხო არ ვიძახი, ხო? და შეიძლება პირიქით გაგაგდონ იქიდან, როგორც ძალიან ბევრი გაუგდიათ, ხო? და მე აღმოჩნდა, რომ თქვათ დამნაშავეა, კორუფციონერია და შემდეგ. ჩემთვის ხო ეგ მთელი ცხოვრებაა, რომელმაც იქ დაიწყეს ამსახური. მე მაგალითად 1997 წელს დაიწყეს ამსახური 50 ლარად. ვაკეთებდი ფეთქებად ნივთიერებებს. მე შინოდა ტროტილს ვასხამდი ჩვეულებრივ და აი აქედან დავიწყე და მივედი გენერალურ ინსპექტორამდე, ანუ უმაღლეს წოდებამდე, ხო? და ახლა თქვენ მოდიხართ, წარმოდგენა არ გაქვთ საერთოდ, წაკითხულიც არ გაქვთ. არათუ ნაცხოვრები და აქ რაღაცა აი ამ უაზრო რაღაცებით ჩემს და მოქალაქეებს შორის უკვე აი ამ საოცარ ბზარს აჩენთ და ახლა კლაუზევიცი თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ. ხო, ამ ბზარის ფონზე წინააღმდეგობა შეუძლებელია. არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც თავს იცავს ერი, რომელიც როგორ გესახებათ, ხო? აი ესეთი ვარიანტი. ეს არის, ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მავნებლობა და ძირის გამოთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ჯარი არ გვჭირდება, ეგეთი გარემო არ არსებობს, რომ ჯარი არ გვჭირდება. ჯარში ახლა ამ შემთხვევაში ვიგულისხმობ პოლიციასაც, სკრუპულოზულად არ უდგება. ხო, ფორმიანი სერვისები, ასე ვთქვათ. ფორმიანი სერვისები, ხო, ანუ ესე იგი ჩვენ თუნდაც კრიმინალთა ბრძოლა. ესე იგი აქ გვექნება ღონისძიებები ჩასატარებელი იმისთვის, რომ ერთი მხრივ აღმოფხრათ დანაშაული, მეორე მხრივ მოახდინოთ მისი პრევენცია და მოხდეს ჩემი ბოლოს ისევ რაღაცნაირად ამ დობა, რომელზეც თქვენი ლაპარაკეთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ჭრილობები გაჩნდა ადამიანების ხეულზე, პირდაპირ მნიშვნელობით, ამის რაღაცნაირად მოშოშება და მკურნალობა. შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პოლიციიდან, რომელსაც ნათელი გამონათებებიც ჰქონდა, ჯერ კიდევ შევარდნაძემდე პერიოდში მაგალითად ქართულ პოლიციას ყოველთვის მოსდევდა, ჯერ კიდევ მილიციას, რომ 9 აპრილს ისინი გადაეფარნენ, გამიგე? იქ იყვნენ 2-3 ოდიოზური პიროვნებები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ცემდნენ დამნაშავეებს, თქვათ, იყო პოლიციაში ცემა და ფანჯრიდან გადაგდებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ეს ერთეულოვანი შემთხვევები იყო. პოლიციას ნდობა დიდი არასდროს არ ჰქონდა, მაგრამ ძირითადი პრობლემა რა იყო, რომ ისინი ფულს აკეთებენ ყველაფერში. ისინი გირტყამენ, თქვათ, ოღონდ თუ დამნაშავე ხარ, გამიგე და ამისთვის მე უზარმაზარი პროექტები დამჭირდა დასავლეთთან ერთად, თუნდაც საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბება და მისიის და მე ისიც ბოლომდე კარგად არ მივიდა, მაგრამ საპატრულო პოლიციას როგორი ნდობა ჰქონდა, ხო წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ესე პირველი იყო ჯარი, შემდგომ ეკლესია, ან პირველ მეორეს და მეორე საპატრულო პოლიცია, იმიტომ რომ ყველა ვენდობოდით. აი სხვა დანაყოფებთან ცოტა ნაკლები ჰქონდა, თქვათ, იმიტომ რომ პოლიტიზირებულები იყვნენ, ცოტა კი არა კარგად ნაკლები, მაგრამ საპატრულო პოლიციასთან ესეთი რაღაც წარმოუდგენელი იყო. ეხლა დღეს რა გამოდის, ჩვენი საპატრულო პოლიცია გვიყურებს, რომ შენ გირტყამენ, ციხე ისიც მოდის და გირტყამს და რატო აკეთებ ხო ამას პრინციპში შენთვის ხო მე და ის ერთ შენ ივალია იქ წესრიგის დაცვა. შენ ხო პოლიტიკური დამოკიდებულება ჩემთან არ აქვს, ხო? იმიტომ რომ იყო აი ამ გამოსვლების პიკზე რამდენიმე ესეთი შემთხვევა, რომ აი ადამიანი მოდის ჯოხს სურთხავს, თქვათ, ხო, ვიღაცას ესე უბნება პოლიციელს, რომ აბა მიშველი, აი მირთხავს და პოლიციელი არ არის რატო, იმიტომ ბრძანება აქვს, ხო, ასეთი. აი ეს ამის აღდგენას ხო დრო უნდა. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, თქვენ ალბათ პოლიტიკური გუნდები ვინც ხართ.
დრო არ გვაქვს აბსოლუტურად, როცა იქნება შეიცვლება, დღეს იქნება თუ ხვალ, ვისურვოთ რომ შეიცვალოს მშვიდობიანი ფორმით, ასეთ დროს რეფორმის საშუალება გვექნება. ახლავე უნდა გქონდეთ ყველას ეს ნამზადი, ასე ვთქვათ, რას ვაკეთებთ. ძალოვან უწყებებს ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. პირდაპირ პოლიტიკური ნება უნდა, კანონმდებლობის დონეზე გამიჯნული პოლიტიკური ნება უნდა, რომ მინისტრი არის პოლიტიკური პირი, ვერ ერევა თავდაცვის ხო ხერხდება. მინისტრი ვერ დაძრავს შეიარაღებულ ძალებს, ხო? არ გამოდის ეს ამბავი. იქაც შეიძლება გაუმჯობესება რაღაცეების, ახლა იქაც არის რაღაცეები, ვიცით ჩვენ, მაგრამ არ არის ახლა ამაზე საუბრის არც დრო და არც ადგილი, მაგრამ იგივე პოლიციაში, იგივე სპეციალურ სამსახურში. არ უნდა დაინიშნოს პოლიტსაბჭოს წევრი რომ არის სუსის უფროსი და თავისთავად ცხადია რომ გამოიყენებს თავის პოლიტიკური კეთილდღეობის ახლა როგორ გამოიყენებს და მერე უკვე უნდა შეიქმნას ეს ჩამკეტი მექანიზმები, ვთქვათ, რომ დეპარტამენტის უფროსი ინიშნებოდეს მაგალითად იმაზე დიდი ვადით, ვიდრე სუსის უფროსი, წანაცვლება იყოს როგორც CIA-შია მაგალითად, რომ შე რომ მოხდა, ხო, ვერ მათავისუფლებდეს სამსახურიდან, მაგრამ ნახეთ რა მოხდა ახლა საჯარო სამსახურის კანონში ისე ცვლილებები შევიდა, რომ ეს ყველაფერი ისევ თავიდან იქნება. ადრე არსებობდა მექანიზმი, ოღონდ არ ვიყენებდით. ეხლა მექანიზმი აღარ არსებობს, ამიტომ ხო, ესე იგი ამ წუთას ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ ტრანზიციულ პერიოდზე, თორე გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა შესაქმნელია ისეთი მექანიზმები, საჯარო სამსახურში თუ ვლაპარაკობთ ინსტიტუციურ ესე იგი ინსტიტუციურ განგრძობითობის მნიშვნელობაზე, სპეცსამსახურში კიდევ უფრო მეტად არის საჭირო და მნიშვნელოვანი. და ამაზრით იქაც იქნება ბევრი რამე ესე იგი გასაკეთებელი და ჯამში ხა თქვენ დასაწყისშიც ახსენეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციით რა და უბრალოდ ჩვენ ხა ისეთ რაღაცებზე გვიწევს შეიძლება თორემ ხა ამის წინ ვაკვირდებოდი კიდე რამდენი რეფორმის რამდენი ტალღა გაიარა იგივე თქვათ ამერიკაში სადაზვერო სამსახურებმა და ამ რეფორმების როგორც წესი დაკავშირებული იყო ხოლმე ორ რაღაცასთან ერთი მხრივ რომელიმე საფრთხე რომელიც რეალიზდა და ეს სტრატეგიული სიურპრიზი მოუწყვეს და როცა ამას იკვლევდნენ ხშირად სწავლობდნენ არა მხოლოდ სტრუქტურულ პრობლემებს არამედ მაგალითად რა მაინდსეტის ადამიანები აყვავს სამსახურში და არ დაგავიწყდეს რომ იმათ უკვე აყავდათ იმ მომენტში CL-ისა და არ ვიცი რა ქვია ჰარვარდის საუკეთესო სტუდენტები ამ სამსახურებში 40-იან წლებში როცა შექმნეს ეს სადაზვერვო ომის პერიოდში და მერეც ეს სტრატეგიული დაზვერვისთვის პირველი მიმართულება რაც ჰქონდა დაიყვანეს და ესეთი ცნობილი ოჯახის შთამომავლები ფორდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ ამას ქონოდა რესპექტაბელობა ასეთი სამსახურიც კი არ არის ბოლომდე დაცული სტრატეგიული სიურპრიზების გათვლის თქმა მინდოდა და ეხლა ჩვენ უბრალოდ რაც უფრო ჩაკეტილია სისტემა და რაც უფრო რეკრუტირება ხდება ვიწრო ფულიდან, ვიწრო წრიდან, თან იქ თუ პოლიტიკური რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და ნეპოტიზმი არსებობს და რაღაცა ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ ძალიან სამწუხაროდ ჩვენ და იქ რო დავანებოთ ცოტა ხანი ახლანდელ პოლიტიკურ ვითარებას თვითონ სპეცსამსახური თანამედროვე კონფლიქტების გამოწვევებისთვის რომელიც სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება ძალიან ნაკლებად არის მომზადებული და მისი ეს კადრები არის აი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს და თან ამას დაემატა დეკვალიფიკაციის ის ტალღები რომელიც შენი ლაპარაკია კი და მათ შორის ეს პოლიტიკური საკითხიც ეგ არის იმიტომ რომ თუ ჩემი უფროსის მხრიდან ჩემი შეფასების კრიტერიუმი ერთადერთი არის პოლიტიკური ლოიალობა ვეცდები რომ პოლიტიკური ლოიალობა იმ დონეზე გავზარდო რომ თქვენ აღარ მიმითითოთ ცუდად დაწერილ ცნობაზე მაგალითად ხო ცუდად არგუმენტირებულ საგამოძიებო დოკუმენტზე მაგალითად ან თქვათ რაღაც სხვა საკითხთან დაკავშირებით ან თუ თქვენ მე მაგალითად არ მომცემთ საყვედურს ჩავარდნილი საქმისთვის მხოლოდ იმიტომ რომ მე პოლიტიკურად უაღრესად ლოიალური ვარ და მაშინ მე მუდმივად ვეცდები რომ პოლიტიკური ლოიალობის ეს შეიძლება თვითგადარჩენაც იყოს იცით აი დღეს თქვენ მე ხვალ სხვა მოვაკიდე თქვენნაირი სხვა პოლიტიკურზე და მუდმივად მიწევს ლავირება ამ ყველაფერში და მე რა თქმა უნდა უკვე გამომდინარე ჩვენი ბექგრაუნდიდან მეც კი რა თქვენ კიდე უფრო მეტად ესეთი მძიმე hard security ბექგრაუნდი გაქვთ მე სტეიტისტი ვარ ანუ მე ძალიან მინდა რომ ამ ქვეყანას ყავდეს კარგი ელიტური სპეცსამსახურები და ძლიერი შეიარაღებული ძალები რა უბრალოდ იმ ტრავმების ფონზე და დავიწყეთ ჩვენ რაღაცა კორუფციისთვის დაჭერილი თავდაცვის მინისტრი და არ ვიცი ქუჩაში წიხლით ნაცემი ახალგაზრდა რომლის იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს თურმე ვინ გააკეთა ისეთ პრობლემებზე ვლაპარაკობთ რომ ხანდახან ცოტა არაბუნებრივადაც კი ჟღერს ხოლმე ის თემები რომელიც მე და შენ ხა წამოვწიეთ და რომელიც ვერ ამოვწურეთ სამწუხაროდ რა თქმა უნდა ერთ გადაცემაში
ხო და მე ავიღე პირობას რომ მე შეგვიძლია კონკრეტული რაღაცა სექტორები ავიღოთ ან რომელიმე უწყება და გავაგზავნოთ ამ თემებზე მსჯელობა პერიოდულად თუმცა მოგცემს ხოლმე გარემო ამის საშუალებას. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი განცხადება არა, მაგრამ რაც აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, რა თემად შენ წამოჭერი და რაც ჩემი მხრიდან ნამდვილად სათქმელია, მე ორგანულად ამ გარემოდან ვარ. კიდევ მეორე 97 წლიდან მუშაობდი და ახლაც შორს არ ვარ ამ სფეროდან, უბრალოდ სახელმწიფოსთვის არ საქმიანობ ამ წუთას. და მე ვიცი იქ ვინ არიან ადამიანები და როგორ არიან მათ შორის ჯარში, იმიტომ რომ ჩემი სამსახური ყოველთვის ისეთი იყო, რომ ინფორმაცია ბევრი მქონდა, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. მათ შორის ჯარში, მათ შორის სპეცსამსახურში, იქ არიან უაღრესად პატრიოტულად განწყობილი და ჯერ კიდევ შემორჩნენ უაღრესად კვალიფიციური კადრები, რომელიც უნდა ვთქვათ, რომ მცირდებიან, იმიტომ რომ ხა თავობათაც ვლახდება, ხო, ახლა ჩემი თავობის ადამიანები არიან უკვე გენერლები, რომლებიც ან დარჩნენ გავიდნენ ხო ახლა ჩემი თავობის ადამიანი უფროს ოპერად აღარ იმუშავებს უკვე ხო ახლა რაღა დროის ეგეთებია ხო ამიტომ სწორი ორგანიზების და სწორი პოლიტიკის პირობებში ჩვენ შეგვეძლო და ახლა შეგვიძლია ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახური ყავდეს და ჩვენი ზომიდან გამომდინარე ერთ-ერთი უძლიერესი თავდაცვის ძალები ყავდეს შესაბამისი რეზერვით მაგრამ ამას სჭირდება ზუსტად იმ ტრიადის განხორციელება ხო იქ საზოგადოებასთან და ჯართან მიმართებაში კლასიკაა და არაფერი არ იცვლება და ასევე მაღალ ტექნოლოგიურობაზე გადართვა იმიტომ დღევანდელი საფრთხეების ლანდშაფტი სხვა არის ახლა დღეს სხვანაირად ეს ცალკე საუბრის თემაა მაგრამ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ამის რესურსი გვაქვს საჭიროა მხოლოდ პოლიტიკურად სწორად ორგანიზება დარწმუნებული ვარ არავის არ სიამოვნებს აი იმ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც ყველა ოფიცერი არის გარკვეულწილად რაღაც უღრუბლო მდგომარეობაში. ეს ყველაფერი ივსება შემთხვევითი ადამიანების ხარჯზე, ბუნებრივია, რომელიც დღეს აქ არის ხვალ იქ იქნება და არანაირი მიბმა არ აქვს დაზვერვის სამსახურთან, მაგალითად ან კონდაზვერვის სამსახურთან, ან ანტიტერორისტულ ცენტრთან, რომლებსაც ჩვენებს ურთულესი ღონისძიებები და ოპერაციები აქვს ჩატარებული საზღვარგარეთაც, ჩვენს შიდა სხეულზეც, ასე ვთქვათ, ახლა რაღაც უკვე ცნობილია, რაღაც ხვალ იქნება ცნობილი კანონმდებლობის შესაბამისად, რაღაც შეიძლება არც არასდროს გახდეს ცნობილი საწოდაობა ასეთი ადამიანების გამოუყენებლობა ან საერთოდ გამოუყენებლობა ან გამოყენება თქვა და ეს პოლიტიკური ინტერესებით რომელიც თანამშრომლებს აფუჭებს და მით უმეტეს ზოგიერთ სისხლის სამართლის დამნაშავედ აქცევს ახლა ხო ესეც ხო ეს არ არის ამიტომ აი მინდა რომ ამ ადამიანებს ჩემი პატივისცემა დაუდასტურო კოლეგიალური უნებრივია მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომელიცაც საქართველოს სამშვიდობოდ გაიყვანს. ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს ძალიან დაფასებული და ესეთი მძლავრი სპეციალური სამსახურიც და თავდაცვის ძალებიც. დიდი მადლობა ანდრო. თქვენ მადლობა ინტერესისთვის.